საღამომშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. არ იქნება შავი ფული. არ იქნება აგენტურა. არა, ბოდიშვილთი, ოდნავ სხვანაირად. არ იქნება შავი ფული. არ იქნება აგენტურა. ხო, ეს უფრო სწორი. ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყო. მსოფლიო მნიშვნელობის ცვლილებები. ცვლილებები კი მოგახსენებათ ხანდახან სხვარბ სიტყვას. ხანდახან კი არა, თითქმის ყოველთვის. ამიტომ ჩვენგანაც რაღაცის გაღება იქნება საჭირო. ეს შესავლის სახით. ახლა მართალია მსოფლიო ცვლილებებზე ვლაპარაკობ, მაგრამ დღევანდელ გადაცემას მაინც ჩემი მშობლიური კუთხიდან, სამეგრელოდან დავიწყებ. 18 თებერვალს სამეგრელოში, სენაკში გაიმართა სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს მორიგის ხტომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და ამ ხტომაზე მიღებული იქნა ერთი განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო სარბიელზე გადადგმული სერიოზული ნაბიჯების შედეგად, რაც პირველ რიგში რუსეთთან დიალოგის დაწყებაში გამოიხატა, უკრაინაში ომის დამთავრების რეალური პერსპექტივა გამოიკვეთა. ამ ფონზე მთელი სისავსით გამოჩნდა საქართველოს მმართველი პარტიისა და მთავრობის მიერ სამწლიან საქართველოსთვის უაღრესად კრიტიკულ მონაკვეთში საგარეო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, უკრაინის მოვლენებში ჩაურევლობა, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთებისგან თავის შეკავება, მეორე ფრონტის გახსნაზე მტკიცე უარის თქმა და მშვიდობის შენარჩუნება აბსოლუტური სისწორე. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ USAID-ისა და NED-ის სხვა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების დანაშაულებრივი საქმიანობის ღია მხილების შემდეგ ყველასთვის ნათელია თუ ვინ და რა ძალები დგანან დანაშაულებრივი გზით დაფინანსებული საპროტესტო აქციების უკან, რომლებიც დღემდე იმართება. სამეგრელოს უხუცესთა საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამერიკული და ბრიტანული კანონების მიღებას, რომელთაგან პირველი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი გარედან ორგანიზებული ძალების უკანონო დაფინანსების აღკვეთის ეფექტურ მექანიზმებს შექმნის, მეორე კი სამართლიან ბარიერებს აღმართავს დეზინფორმაციის მიზან მიმართულად გამავრცელებელ მედია საშუალებათა წინაშე. კანონმდებლობაში ამგვარი ცვლილებები საქართველოში მოქმედი უცხოეთის აგენტურის ლუსტრაციის პირობებს შექმნის, რაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მყარი გარანტია იქნება. სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს სახელით ფრიდონ ინჯია, სენაკი 2025 წლის 18 თებერვალი. აი ასეთი გახლავს შინაარსი სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს მიერ მიღებული აი ამ განცხადებისა და ამ განცხადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სურს საუბარი დავიწყოთ იმ ცვლილებებით, რომლებიც უკვე ინიცირებულია საქართველოს კანონმდებლობაში. მას ასე, რას ნიშნავს ეს კანონები და რა შედეგებს უნდა ველოდოთ მათგან. პირველ რიგში ეს ეხება ეგრეთ წოდებულ ფარას, ამერიკულ კანონს. ქართული დემოკრატიის გარეჩარევებისგან დაცვისა და გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ სპეკულაციების დასრულების მიზნით ქართული ოცნება ამერიკული ფარას, ანუ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ზუსტ ასლს პარლამენტში მიმდინარე კვირას დააინიცირებს. ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს კანონის შინაარსთან, თუ რაიმე კითხვებზე ვერ ერკვევა, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ რაიმე მიაჩნიათ სამართლიანად, უსამართლოდ თუ რა შეფასები, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის იდეალი და მისაბაძი. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის მისი ფარა, პირდაპირ სიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს. ეს არის ის კანონი, რომელიც უცხოეთიდან შემოსულ ფინანსებზე კონტროლის დაწესებისთვის არის მიღებული და ასე მოქმედებს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან რა თქმა უნდა აქაც უნდა იმოქმედოს. ადრე შესაძლებელია
ვიღაცას კიდევ ქონდა რაღაცა ხელის მოსაკიდი იმისათვის, რომ ამ კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები გამოეთქვათ, მაგრამ ახლა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ამ ფინანსების და ამ ფინანსების უკანმდგომი ორგანიზაციების კრიტიკა მას წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აღარ აქვს არავითარი საფუძველი ამ კანონის წინააღმდეგ ილაპარაკოს. ამერიკაში აი ასეთი პროცესები მიდის. ამერიკული კანონის პირდაპირ ასლის ინიცირება აქტუალური შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ გახდა. ამერიკის ახალი ხელისუფლება აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში მათი ფინანსები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, არეულობისა და რევოლუციების მხარდაჭერას ხმარდებოდა. აგერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი პირით აღიარებს, რომ თანხები, რომელიც შემოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათი დიდი ნაწილი ხმარდებოდა საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს. საქართველოს ინტერესების საზიანოდ მუშაობდა. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღიარებს, ვის რა შეუძლია თქვას ამ კანონის წინააღმდეგ დღეს აქ საქართველოში. რა თქმა უნდა, არავის არაფერი. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც და არა მარტო ერთი ორგანიზაციები, რომლებიც თაღლითობისა და ფლანგვის მექანიზმებს ქმნიდნენ და ესეც ამერიკის მიერ არის აღიარებული. ფლანგვა, თაღლითობა და ფინანსების ბოროტად გამოყენება, ასე უწოდებს დონალდ ტრამპი USAID-ის მიერ უცხო ქვეყნებში მილიარდობით დოლარის საეჭვო ხარჯვას. Fox News-ზე ტრამპისა და მასკის ერთობლივი ინტერვიუს დროს ამ საეჭვო გრანტების ნუსხაში საქართველოში მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამაზე დახარჯული 24 მილიონი დოლარი და ქართველი ახალი თაობის სამოქალაქო ჩართულობის დახმარებისთვის გამოყოფილი 3.5 მილიონი დოლარიც მოხვდა. ახლა საქართველოს მმართველ პარტიასაც მოусმინოთ, თუ რა ვითარება და რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს თითქოს ამ რწმენის შესაქმნელად ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იხარჯება ჯერ კიდევ რაღაც ნაწილი მნიშვნელოვანი მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანები არიან, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძეს, იღვიძებენ, საუკუნის აფიორა ხო მივხვდით ყველა. რუსული კანონი. აძახებინეს, რომ რუსულია კანონი დღეს ფარას ვარეგისტრირებთ ერთ-ერთი, ხმას ვერ იღებს ერთ-ერთი. ამ ფონდების დახურვა ნიშნავს იმას, რომ თავად დაფინანსების წყარო, საიდანაც მოდიოდა, იმ ქვეყანაში ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მავნებლობაში აღარ დაიხარჯოს და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები. ასეა, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, არაფერი არ რჩება საკამათოა, ყასიდად შესაძავებელი, ისე უბრალოდ აი რაღაცა არა გაქვს ფაქტი, არა გაქვს არგუმენტი, მაგრამ მაინც რომ დავობს ვიღაცა, აი ასე შესაძლებელიც არაფერი რჩება, მაგრამ მაინც დავობენ და ნახეთ როგორ დავობენ. ხომ ითქვა ახლა რომ რუსული კანონი აძახებინეს ხალხს, ფული გადაუხადეს ამაში და ისინიც იდიოტებივით, თუთიყუშებივით გაიზახოდნენ რომ ეს არის რუსული კანონი, ამ დროს ეს იყო ამერიკული კანონი, ახლა პირდაპირ ამერიკის კანონიდან თარგმნილი და გადმოწერილი კანონი შემოდის, მაგრამ ამ კანონზეც შეუძლია თურმე თქვან, რომ ეს არის რუსული კანონი. ახლა თქვენ მოისმენთ აი ულოგიკობის კი არა, უსინდისობის ისეთ განსაცვიფრებელ ნიმუშს, რომელიც ალბათ არც მოგისმენიათ. რატომ თვლით, რომ რაღაც თუ არის ამერიკული ან ევროპული, ჩემთვის არის აპრიორი ჩვენს კონტექსტში მისაღები. რა ვქნა თუ ამერიკულია? საქართველოში ეს არის რუსული. გაიგეთ რა თქვა. ამერიკიდან არის გადმოწერილი. ამერიკამ გამოუცხადა იმ შავ ფულს და უსინდისო ფულს ბრძოლა. ამერიკული კანონიდან არის ეს კანონი გადმოწერილი, მაგრამ როგორც კი თქვენ მას გადმოწერთ და საქართველოში აამოქმედებთ, ეს კანონი იმავე წუთს ავტომატურად ხდება რუსულიო ბრძანა აი ამ ვაჟბატონმა. ამას პოლიტიკოსი ქვია და საქართველოში არსებობს ვიღაცა ბრიყვი, რომელიც ამგვარ პოლიტიკოსებს ხარს უჭერენ და დობას უცხადებენ.
თუნდაც ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ ხომ გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც აი ამგვარი ლოგიკის და ამგვარი უსინდისობის მთქმელი კაცის მხარდაჭერად გვევლინება. არ არის ეს რთული ამბავი, რა თქმა უნდა არის. სად იპოვიან ესენი გამოსავალს? აი ეს ქართული ასოები, არა სამთავრობო ორგანიზაციები, სად მოძებნიან თავშესაფარს და სად დაიწყებენ დაფინანსების ძებნას? ალბათ ევროპაში. ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის საარსებო წყარო გადაუკეტა, სააგენტომ შესაძლოა დაფინანსების ალტერნატიულ გზებს ევროკავშირში მიაკლიოს. გაფრთხილებთ ჩვენი შიში გამართლდა გლობალისტურ ლიბერალური სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის. არ დავუშვებთ, რომ მათ ევროპაში იპოვონ უსაფრთხო თავშესაფარი. USAID-ის ფაილებიდან ამ გლობალური ქსელის შაუბნელი პრაქტიკა გამოაშკარავდა და ჩვენ ამ ანკესზე ხელახლა აღარ წამოვეგებით. უმკაცრესად უნდა დავგმოთ ჰუმანიტარული დახმარების სარჩულს ამოფარებული საჯარო და პოლიტიკური მანიპულაციები. აი ასეთია დამოკიდებულება ევროპაშიც კი. ის ადამიანები, რომლებიც სიტუაციას საღად აფასებენ და ჯანსაღი ცნობიერების პატრონები არიან, ასე უდგებიან ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ყველა გზა უნდა გადაეკეტოს შავ ფულს, ყველა გზა უნდა გადაეკეტოს ამა თუ იმ ქვეყანაში შეტანილ ფულს, რომელიც ამ ქვეყნების საზიანოდ და საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ამას უკვე ამერიკაშიც და ევროპაშიც კოლექტიურ დასავლეთში ხმამაღლა აცხადებენ. USAID-ის ევროპისკენ გადამისამართება არ გაჰკვირვებია სააგენტოს ფარული საქმიანობის მხილებით ცნობილ მაიკ ბენცს. მისი თქმით, Deep State-ის ის ჯგუფები, რომლებიც ამერიკული დაფინანსების გარეშე დარჩნენ, მალე მიმართავენ ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო ორგანიზაციებს, რათა პოლიტიკური გავლენისა და ცენზურის ოპერაციები დააფინანსოთ. მაიკ ბენცმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე არსებობს USAID-ის ანალოგი და ეს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდია. რა თქმა უნდა, ისინი მოძებნიან რაღაც ანალოგიას, არსებობს ეს ევროპაშიც, არა ერთი და არა ორი, იქ მიეკედლებიან და ისევ შეეცდებიან თავიანთი ბინძური საქმეები განაგრძონ საქართველოში, მაგრამ საქართველოში ეს გზა ერთხელ და სამუდამოდ მტკიცედ საგულდაგულოდ უნდა ჩაიგეთოს. ამის გარანტი არის სწორედ ის კანონი, რომელსაც ფარას კანონი ქვია და რომელიც უკვე ინიცირებულია. ახლა კიდევ ერთი კანონის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც მედია საშუალებებს შეეხება. ამჯერად დიდი ბრიტანეთიდან არის გადმოწერილი კანონი, რომელსაც საქართველოში გზა გაეხსნება, იმიტომ რომ აი ეს ორგანიზაციები, ეს დაფინანსება და ეს ყველაფერი მუდმივად ზურგ გამაგრებულია მედია საშუალებებით. როდესაც მედია საშუალებები უკანონოდ პარპაშებენ ქვეყანაში, იქ რა თქმა უნდა პროპაგანდაც არასწორია და ბევრი საქმიანობა, შავი საქმიანობა თეთრად არის წარმოჩინებული და მიტანილი მოსახლეობამდე. ამიტომ ეს კანონი საოცრებლად უნდა შემოვიდეს. მიმდინარე კვირას პარლამენტი მედიის შესახებ კანონზე ემშელებს. სახელმწიფო გუნდი კანონპროექტს ბრიტანულ მოდელზე დაყრდნობით შეიმუშავებს, რომლის მიხედვით მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები უნდა დადგინდეს. ვიღაცა საკუთარი სიამოვნებისთვის კი არ ავრცელებს fake news-ებს. ამას აქვს პოლიტიკური მიზანი, რომ გათიშონ საზოგადოება, შეიტანონ შექმნა სიძულვილის გარემო. აი ამას ემსახურება ის მედია საშუალებები, რომლებიც არასწორი თანხებით არიან დაფინანსებული, არასწორად ფუნქციონირებენ და იქმნიან იმის იმიჯს, რომ დემოკრატიის სახელით მოქმედებენ, სინამდვილეში ამაზე უფრო საზიზღარე, ამაზე უფრო არადემოკრატიული და ამაზე უფრო მავნებლური რამ არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, ვიდრე აბსოლუტურად უკონტროლო მედია. პირველ რიგში ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თანხებს. და კიდევ ერთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა აღდგეს. ის უკანონოდ არასწორად გაუმართლებლად იქნა თავის დროზე ამოღებული, ახლა უნდა ადგეს. მას ქვია ძალიან ცუდად ჟღერს ეს სახელი, მაგრამ უაღრესად აქტუალური კანონი გახლავთ. სამშობლოს ღალატის მუხლი.
18 წლის შემდეგ სახელმწიფოს ღალატის შესახებ მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება. ინიციატივის ავტორი ქართული ოცნება 307 მუხლი სახელმწიფოს ღალატის შესახებ კანონიდან ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა გააქრო. მოტივს პირველი კანონმდებელი განმარტავს დანაშაულის სიმძიმის შემცირება და დაკნინება. მოქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, ასე ვთქვათ, მისი დაკნინება, მნიშვნელობის დაკნინება. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი, არის სამშობლოს ღალატი. და ამის ჩამოყვანა რაღაც ტექნიკურ ტერმინებამდე, ზუსტად ეს იყო განზრახვა მაშინაც, რომ ეს ყოფილიყო რიგითი დანაშაული, რომელიც შეიძლება რაღაც უდრიდეს ცოტა სხვა დანაშაულებს, რომელიც შეიძლება ყოფით გარემოში მოხდეს. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაულები, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი. სხვათა შორის ამ ტერმინით манипуლირება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, ვინც არ მოეწონებოდათ ყველას მოღალატეს ეძახდნენ, ეს ასე არ გახლავთ, სამშობლოს და სახელმწიფოს ღალატი, ეს არის ისეთი იურიდიული ნორმა, ისეთი იურიდიული ცნება, რომელიც ზუსტად არის კვალიფიცირებული და რა თქმა უნდა, მისი არარსებობა ხელს უშლის 1000 ჯური, ხელს უწყობს, ბოდიში, 1000 ჯურის ვიგინდარას იმისთვის, რომ სამშობლოსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშაოს. ამიტომ ეს მუხლი, რა თქმა უნდა არსებობდეს კანონმდებლობაში. ახლა ორიოდე სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ როდის და რატომ ამოიღო ეს მუხლი. სატელევიზიო არქივის მიხედვით 2007 წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებების და მუხლის ამოღების ინიციატორი გიგა ბოკერია იყო. რატომ და რაში შეუშალა ხელი მუხლმა სახელმწიფოს ღალატის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას? ბოკერია დუმს არ პასუხობს, არ ზარებს და არც შეტყობინებებს. დღეს ნაციონალური მოძრაობიდან თემის შეფასება ვერავინ გაბედა. გიორგი ვაშაძის პაატა მანჯგალაძე კი პარტიულ მესიჯბოქს ვერც ამჯერად გასცდა. ესეც მორიგი პოპულისტური ნაბიჯია, უამრავი დანაშაულია, მათ შორის ჯაშუშობითაც შეიძლება უმეტესობა მათგანი გავასამართლოთ, იმიტომ რომ ისინი არიან წარმოადგენენ რუსეთის ძირითადად საქართველოში. 2007 წლის 27 აპრილს 307 მუხლის კოდექსთან ამოღების შესახებ განმარტებით ბარეთში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მუხლი მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის ნორმა იყო და მას სამართლებრივი დატვირთვა ვერ მოუძებნეს. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კონკრეტული ნორმა მიზანმიმართულად დანაშაულების თავიდან არიდებისთვის ამოიღეს. სახელდება მაგალითები, მათ შორის აგვისტოს ომი და ამ ომში კონკრეტული გადაცდომებიც. ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ქვეყნის ღალატის შესახებ მუხლის დაბრუნება პრევენციაც არის და ქვეყნის დაცვაც. ამ მუხლის ამოღებას, რა თქმა უნდა, გარკვეული მიზანი ჰქონდა. ისინი არაფერს არ აკეთებდნენ. მათ ეშინოდათ ამ მუხლის და ამიტომ ის გააქრეს კანონმდებლობიდან, მაგრამ იმაზე არ უფიქრიათ, რომ შეიძლებოდა ის ისევ დაბრუნებულიყო. აქ თქვენ მოისმინეთ ერთი ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოკერია დუმს ამასთან დაკავშირებით, ვინც იყო უშუალო ინიციატორი ამ მუხლის ამოღებისა. ბოკერია დუმს, მაგრამ მისი ცოლი არ დუმს, იმიტომ რომ ენა ჭარტალა ქალია. ახლა ნახოთ რა თქვა მისმა ცოლმა და მისი ცოლის ნათქვამი თუ დაუკვირდებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბევრ რამეს მოფენს ნათელს. ფართო მცნებაა ხო ღალატი? კი ბატონო, შემოიღონ და ღალატის მოთხლით გასამართლდებიან თვითონ. შემოიღონ ეს მუხლი და თვითონ გასამართლებიან. ისე იგი, ნახეთ ქცნობიერმა როგორ იმუშავა, მაშინაც ამისი ეშინოდათ, რომ თვითონ არ გასამართლებულიყვნენ იმ მუხლით, რომელიც კანონმდებლობაში ექნებოდათ. აი, ამიტომ ამოიღეს ის სისხლის სამართლის კოდექსიდან, მაგრამ ახლა ეს მუხლი ისევ დაბრუნდება და ვინც სამშობლოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატს გაბედავს, რა თქმა უნდა, ეს მუხლი იმუშავებს. ახლა მინდა სხვა თემაზე გადავიდეთ. თქვენ მოგახსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მიუნხენში ჩატარდა კონფერენცია, სადაც ისე დაიქუხა ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, როგორც ოდესღაც დიდი ხნის წინ 2007 წელს იმავე მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის მიერ ნათქვამმა განცხადებამ დაიქუხა.
ეს კაცი მისმა განცხადებამაც ახლა სოფლიო შეძრა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ევროპის კონტინენტი ეს კაცი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ვენსი აი ვნახოთ რა ილაპარაკა მან ამ კონფერენციაზე ტრამპის ადმინისტრაცია მეტად დარდობს ევროპის უსაფრთხოებაზე. მას სჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გონივრული შეთანხმების მიღწევა. დააგვირდით ევროპის უსაფრთხოებაზე ვდარდობთო და ამავე დროს უკრაინასა და რუსეთს შორის შეიძლება გონივრული შეთანხმების მიღწევაო. ეს არც ამერიკაში უთქვამს ვინმეს და არც ევროპაში უთქვამს ვინმეს. ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიძახოდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს უკრაინასთან, თუმცა სოფლიო იცოდა, რომ იქ ომი მიდიოდა არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის, რუსეთსა და ნატოს შორის, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და რუსეთსა და ევროპას შორის. ეს ყველა მიცოდა, მაგრამ ამ ომს რუსეთ-უკრაინის ომი ერქვა და იქ ბრძოლის ველზე აპირებდნენ რუსეთის დამარცხებას, მაგრამ ახლა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და მისი მეორე პირი ბატონი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლებელია შეხების წერტილების გამონახვა, მოლაპარაკება და ასე შემდეგ. ევროპის პრობლემებზე ლაპარაკობს ბატონი ვენსი, არც რუსეთიდან მოდის და არც ჩინეთიდან. ბრძანა მან, ევროპის პრობლემა ევროპაშივეა საძებნი. ევროპასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხე არც რუსეთია და არც ჩინეთი. ეს საფრთხე, ჩემი აზრით, არა გარედან არის მართული, არამედ შიგნიდან. ევროპის მიერ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გადახვევა, იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან აერთიანებს. ფუნდამენტური ღირებულებებისგან გადახვევა. ევროპაში წარმოგიდგენიათ, წლების განმავლობაში, ათეულობით წლების განმავლობაში ტვინი წაიღეს ევროპული ღირებულებები და ამ დროს თურმე აი ამ საერთო დასავლური ღირებულებებიდან თვითონ ევროპას გადაუხვევია და ევროპისთვის საფრთხეს რუსეთი და ჩინეთი კი არ წარმოადგენს, არამედ თურმე თვითონ ევროპა წარმოადგენს. ამას ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირი. ეს ხომ რევოლუციური განცხადებაა. ეს ხომ განცხადებაა, რომელსაც უზარმაზარი ცვლილებების მოტანა შეუძლია და უნდა მოიტანოს კიდეც. ამისთვის არის ეს მოწადინებული, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ უზარმაზარ ცვლილებებს, რომელიც პირველ რიგში დასავლეთში განხორციელდება და ამ ცვლილებების შედეგად ჩვენც უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზული ცვლილებებისთვის. აი რას ამბობს უკვე კონკრეტული მაგალითების სახით ბატონი ვენსი. მე ელდა მეცა, როდესაც ვიხილე ყოფილი ევროკომისრის ინტერვიუ. ის კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუმინეთში შემდგარი არჩევნების შედეგები გაუქმდა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე შესაბამისად არ წავა, იმავეს ვიხილავთ გერმანიაშიც. ასეთი აგდებული განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელისთვის. მას საქართველოს არ უხსენებია, მაგრამ თქვა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც დღეს საქართველოში დგას. უნდა გაუქმდეს თუ არა არჩევნების შედეგები. რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები გაუქმდა, უკვე დაგმო ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იმიტომ რომ ეს იმ ძალებმა გააკეთეს, რომლებსაც სურთ დიდი არეულობის, დიდი ქაოსის შეტანა ევროპაში, კონკრეტულად იმ სახელმწიფოში, რომელზეც არის ლაპარაკი და ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით, აი ის მიდგომები აქვთ, რა მიდგომებსაც საქართველოში ამჟღავნებენ. ახლა ვნახოთ თუ ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება რუმინეთში არჩევნების გაუქმების შესახებ. ელენა სიმინა ტანასესკუ, ლივია სტანციუ და ბოგდან ლისუ. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მოსამართლეებმა ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს. რუმინელი საგამოძიებო ჟურნალისტის იოსეფინა პასკალის მტკიცებით, მოსამართლეების წარსულში სოროსის და USAID-ის ქსელთან იყვნენ დაკავშირებულები. გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლე ლივია სტანციუს კავშირი არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-თან ჰქონდა, რომელსაც USAID ამერიკის შეერთებული შტატების
შეერთებების საელჩო და სოროსის ორგანიზაცია აფინანსებდა და რომელმაც 400-ზე მეტ ოფიცერს ათობით ტრენინგი ჩაუტარა. სოროსსა და მის დაფინანსებასთან წარსულში კავშირი ჰქონდა მოსამართლე ელენა სიმინას ტანასესკუსაც. ხედავთ ვინ არიან ეს ადამიანები, ვის მიერ არიან ისინი გამოზრდილები, ნაკვები, აგრეთვე დაპროგრამებული. აი ეს ადამიანები ქმნიან ყველგან ამინს. ხომ გეცნოთ ვითარება სოროსის ფონდი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა უბედურება, რამაც საქართველოში უამრავი პრობლემა შექმნა წლების განმავლობაში. იგივე არის მდგომარეობა ევროპაშიც, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან აბსოლუტურად განსხვავებული იმპულსები მოდის. რადიკალურად შეცვლილი იმპულსები, ვიდრე აქამდე იყო. ეს უკვე, როგორც გითხარით, რევოლუციური ვითარებაა. დემოკრატიულ ღირებულებებზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ევროპაში, მაგრამ ვენსი მათ ეუბნება, რომ ამ ღირებულებებზე ლაპარაკი კი არ არის თავარი. ამ ღირებულებებით ცხოვრებაა თავარი. წლებია გვეუბნებიან, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის სწორედ ჩვენი, საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით დაწყებული უკრაინით დამთავრებული ციფრული ცენზურით, არის შექმნილი დემოკრატიის დაცვის მიზნით, მაგრამ, როდესაც ვხედავთ ევროპული სასამართლოების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ მომდევნო არჩევნების გაუქმების მუქარას, ამავე დროს საჭიროა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს შესაბამისი სტანდარტი. მე ვამბობ ჩვენ რადგან მჯერა რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარზე მეტად საჭიროა დემოკრატიულად ცხოვრება. დიახ, პირდაპირ არის, აი, როგორც იტყვიან, მიზანში მორტყმული, ათიანში. დემოკრატიის სახელით ლაპარაკობენ დღედაღამე მთელი ევროპა, მაგრამ დემოკრატია სულ უფრო და უფრო შორს მიდის მათგან, უпростоრად თვითონ შორდებიან დემოკრატიას და იქცევიან აბსოლუტურად არადემოკრატიულად. ბატონმა ვენსმა მიუნხენის ამ კონფერენციაზე საბჭოთა კავშირის ესეთი მოკლე ლაკონური დახასიათებას მოგვცა. აქ მყოფთაგან ბევრს გახსოვთ, რომ ცივი ომის შემდეგს ეხებოდა დემოკრატიის დაცვას კონტინენტზე გაცილებით უფრო ტირანული ძალებისგან. ერთი მხარე ამ ბრძოლაში აჩუმებდა დისიდენტებს, ხურავდა ეკლესია მონასტრებს, აუქმებდა არჩევნებს. ისინი ვინ იყვნენ? კარგი მხარე? თავისთავად არა. მადლობა ღმერთს, რომ მათ ცივი ომი წააგეს. მათ წააგეს ცივი ომი, ვინაიდან ისინი პატივს არ სცემდნენ თავისუფლების მიერ მოტანილ არაფერ დადებითს, მოულოდნელობის, სიურპრიზის თავისუფლებას, შეცდომის დაშვების თავისუფლებას, გამოგონებას, მშენებლობას. როგორც აღმოჩნდა, არ შეიძლება ვინმეს მიანიჭო ინოვაციის ან გნებავთ შემოქმედების უფლება. შეუძლებელია აიძულო ხალხი რა იფიქრონ, რა იგრძნონ და რა სწამდეთ. ეს ყველაფერი კავშირშია. მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები ბატონ ვენსის ამ შეფასებას, ამ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ, მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანი სხვა რამეა. რატომ დასჭირდა ბატონ ვენს გაეხსენებინა საბჭოთა კავშირი და მოეცა მისი მოკლე დახასიათება? რისთვის დაჭირდა? საით მიყავდა მას ეს საუბარი? ჩვენ ახლა ვნახავთ იმასაც, თუ საით წაიყვანა მან ეს საუბარი. სამწუხაროდ დღეს, როდესაც მე ევროპას ვუყურებ, ბუნდოვანია თუ რა ბედი ეწია ცივ ომში გამარჯვებულთა შორის ზოგიერთს. ხედავ ბრიუსელს, სადაც ევროპელი კომისრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ აპირებენ კრიზისის დროს სოციალური მედიის ჩახშობას. როგორც კი თავად ჩათვლიან, რომ საქმე აქვთ ბრჭყალებში სიძულვილთან. არავინ ამერიკასა და ევროპაში ისე არ ზულთ არც ერთი სისტემა და არც ერთი სახელმწიფო, როგორც მათ ზულდათ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა. ამიტომაც მოგვცა საკმაოდ მკაცრი შეფასება საბჭოთა კავშირისა ბატონმა ვენსმა, მაგრამ მან ეს საუბარი წაიყვანა იქითკენ, რომ ევროპელებს უთხრა, თქვენ საბჭოთა კავშირს დაემსგავსეთ. თქვენ იგივე პრობლემები გაქვთ, რა პრობლემებით საბჭოთა კავშირს ჰქონდაო. ანუ როდესაც მე ვამბობ, რომ მათ არავინ არ ზულდათ და ზულთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა, ახლა იკვეთება, რომ ევროპის მიმართაც ანალოგიური სიზურვილით არიან გაჟღენთილები და როგორც ჩანს, არგუმენტებიც გააჩნიათ.
და ამ არგუმენტებზე ვრცლად ისაუბრა ბატონმა ვენსმა მის გამოსვლაში მიუნხენის კონფერენციაზე. მან მოიყვანა მთელი რიგი მაგალითები. აი მაგალითად გერმანიის მაგალითი. აქ გერმანიაში პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ რეიდებს აწყობს ანტიფემინისტური განცხადებების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ისინი ებრძვიან მოგონილ მიზოგენიაში. ასეთია გერმანიაში ვითარება ვენსის შეფასებით, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით. შვედეთის მაგალითი ვნახოთ. რა ხდება შვედეთში? 2 კვირის წინ ხელისუფლებამ ქრისტიან აქტივისტს მსჯავრით დასდო. საქმე კი შემდეგშია, ბრალდებული ყურანის დაწვაში მონაწილეობდა. ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში მისი მეგობრის მკვლელობით დასრულდა. მოსამართლემ კი განაცხადა, რომ შვედეთის კანონმდებლობა, რომელიც ვითომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრინციპებზეა მორგებული, თურმე არ უზრუნველყოფს ამ თავისუფლებას. მე ვიმეორებ შვედი მოსამართლის სიტყვებს. არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც ამბობ, ან აკეთებ ისეთ რამეს, რამაც შეიძლება რომელიმე ჯგუფის მრწამსი დააკნინოს. პრობლემები, რომლის შესახებაც ბატონი ვენსი საუბრობდა მიუნხენის კონფერენციაზე, თურმე ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას კი არ შეეხება ევროპაში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანას, ანუ უფრო სწორად მთელ ევროპას. ამისი დამადასტურებელია ეს მაგალითები, რომელიც მან მოიშველია და მოიყვანა მის ამ მოხსენებაში. აი ვნახოთ ახლა მაგალითად დიდი ბრიტანეთის მაგალითი. ყველაზე მეტი შეშფოთებით კი ჩვენს ძვირფას მეგობრებს გაერთიანებულ სამეფოს ვადევნებ თვალს, სადაც სინდისით ნაკარნახევმა კანონმდებლობის უკან დახევამ მორწმუნე ბრიტანელთა უფლებები განსაკუთრებით შეზღუდა. 2 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საშინელი ბრალი დასდო ადამ სმით კონორს, 51 წლის ფიზიოთერაპევტს, ვეტერანს, 50 მეტრის დაშორებით აბორტის კლინიკიდან დგომისა და ჩუმად ლოცვის მიზეზით. მას არავინ შეუწუხებია, არავის გასაუბრებია, უბრალოდ თავისთვის ლოცულობდა. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ის შეამჩნიეს და კითხეს, რისთვის ლოცულობდა. ადამმა კი უპასუხა, რომ ის მისი დაუბადებელი შვილის ადამისთვის ლოცულობდა, რომელიც ის და მისმა შეყვარებულმა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს. ოფიცრებზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ის დღეს მსჯავრდებულია მთავრობის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ლოცვას და სხვა ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა აბორტის კლინიკაში მყოფზე გავლენა იქონიოს. მას 1000-ობით ფუნტის გადახდა მოუწია. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევაა. კანონის ცუდი და შეშლილი ინტერპრეტაცია ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი შეცდომა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. მართალს ბრძანებს ბატონი ვენსი, ჩვენ ყველანი ამის მოწმე ვართ, როდესაც ისინი მუდმივად დემოკრატიას იშველიებენ, მუდმივად დემოკრატია აკერიათ პირზე, მაგრამ მუდმივად იქცევიან არადემოკრატიულად. აი მეტი უფრო წვავე მაგალითი რა გეიდათ, როდესაც ლოცვის გამო ჟიან ადამიანებს, აი ეს დემოკრატიული ევროპა. კიდევ ერთი მაგალითი. რამდენიმე თვის წინ შოტლანდიის ხელისუფლებამ იმ მოქალაქეებს, რომელთა სახლების ეგრეთ წოდებული უსაფრთხო წვდომის ზონების სიახლოვესაა, გაუგზავნა მითითება, რომ თავი შეიკავონ საკუთარ სახლშიც კი ლოცვისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა უკანონო ქმედებად ჩაითვალოს. ხელისუფლებამ ამავე დროს მოუწოდა მოქალაქეებს ამცნონ შესაბამის უწყებებს თანამოქალაქეთა მიერ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკან იხევს. აი ასეთი ვითარება დახატა ამ კაცმა ევროპაში და ჩვენ ვიცით და თქვენ ყველანი ხვდებით და იცით, რომ ეს კაცი მართალია ამ მიდგომებში. მართლაც უზარმაზარი პრობლემაა ამ თვალსაზრისით დაგროვილი უკვე ევროპაში, რომელსაც რა ეშველება კაცმა არ იცის, მაგრამ როგორი საკვირველის უნდა გეჩვენოთ, ბატონი ვენსი გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ვაღიარებ, რომ ხანდახან ცენზურისკენ ყველაზე ხმამაღალი მოწოდებები ხშირად არა ევროპიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდან ისმოდა. გასულმა ადმინისტრაციამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით სოციალური მედიის კომპანიებს ცენზურისკენ უბიძგა. დეზინფორმაცია უწოდეს მაგალითად კორონავირუსის ჩინური ლაბორატორიიდან წარმოშობის შესახებ თეორიას. ჩვენივე სახელმწიფოს ხელისუფლება მოუწოდებდა კერძო კომპანიებს, რომ რაც დღეს უკვე დადასტურებულია, იმის თაობაზე ისაუბრონ. ისეთ თემებს ეხებიან და ეჯახებიან ამერიკელები, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, მისი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი და მისი
ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ვენსი, რომ შემაშინებელიც კი არის, შემაშფოთებელიც კი არის. ერთდროულად ხო არ მოუწევთ მათ ძალიან დიდ ძალასთან შეჯახება. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის და ისტორიიდან მრავალი მაგალითი ვიცით, რომ მარტივად და ადვილად ასეთ ბრძოლებს არასოდეს ჩაუვლია. ვენსმა დემოკრატიისკენ მოუწოდა კოლეგებს. მე დღეს თქვენთან მოვედი არა მხოლოდ ჩემი დაკვირვების გაზიარების მიზნით, არამედ ასევე შეთავაზებით, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეჩუმებინა ხალხი. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააკეთოს ზუსტად საპირისპირო. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ვითანამშრომლებთ. ვაშინგტონში ახალი შერიფია დონალდ ტრამპის მეთაურობით შესაძლოა რიგ საკითხებში განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს უფლებას, რომ თქვენივე შეხედულებები ნებისმიერ ადგილას გამოთქვათ, განურჩევლად იმისა, ხვდებით თუ არა. ასე არის თეორიულად, თუ დემოკრატია უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკულად ასე არ არის ხოლმე, სადაც დემოკრატიას იჩემებენ, იქ ძალიან ბევრი შეზღუდვა შემოდის, იქ ძალიან დიდი ცენზურული ნაწილი შემოდის, რომელიც რა თქმა უნდა ყველაფერს ანგრევს, ყველაფერი იმას, რასაც თითქოს დემოკრატიისკენ მიყავს ეს სახელმწიფოები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ეს ასეა. გამართლება თავის ამ შემთხვევაში რაღაც მოტანილი მაგალითებით ვენსისთვის მიუღებელია. ამჟამინდელი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუმინეთში ადგენენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უბრალოდ გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად სადაზვერვო სააგენტოს მყიფე ეჭვიდაედო. მეზობელი სახელმწიფოების უდიდესი ზეწოლის მხარდამხარ. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი არგუმენტი ამ არჩევნების შედეგების გაუქმებისა იყო რუსული დეზინფორმაციის კამპანია. მე ვთხოვ ჩემს ევროპელ კოლეგებს, ჰქონდეთ შემდეგი თვალსაზრისი. შეგიძლია გჯეროდეს, რომ არასწორია არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით რუსეთის მიერ სოციმედიაში რეკლამის შეძენა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს ყველგან შეგიძლიათ დაგმოთ, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება რამდენიმე ათასი დოლარით არის შესაძლებელი, ციფრული რეკლამით სხვა სახელმწიფოების მიერ, მაშინ თქვენი დემოკრატია არც თუ ისე ძლიერი ყოფილა. ასეა, ნამდვილად ასეა და ბატონი ვენსი შეეხო ერთ მტკივნეულ თემასაც, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთის გამარჯვების ატანა არ შეუძლიათ. თუ სხვა ძალა იმარჯვებს, ამ ძალისთვის ის აბსოლუტურად მიუღებელი ხდება. ასე მოხდა მაგალითად საქართველოშიც. რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ აგენტურულმა მეხუთე კოლონამ, რომელიც მოქმედებს საქართველოში პოლიტიკური ძალის სახელით, ის ვერ შეეგუა ამ გამარჯვებას მოწინააღმდეგე მხარისა და ამას მოყვა მთელი ეს სამთვიანი ალიაკოთი საქართველოში. ამ დროს დამარცხების აღიარება უნდა შეგეძლოს. დავუბრუნდეთ მიუნხენს. ამ კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტები კანონმდებლები, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგიდან. ვიმეორებ, ჩვენ არ არის აუცილებელი, რომ თანხმდებოდეთ რაიმესთან დაკავშირებით, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მანდატს და ხალხის წარმომადგენელს, დიალოგი ჩვენი ვალია. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ბევრს ეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ძველ ინტერესებთან. ეს ინტერესები კი დამალულია ისეთი მახინჯი და საბჭოთა სიტყვების მიღმა, როგორებიცაა დეზინფორმაცია. მათ კი უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ვინმეს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. კიდევ უარესი ხმა განსხვავებული გემოვნებით მისცეს, ან საერთოდ საშინელება თუ მოხდა და მეორე მხარემ გაიმარჯვა არჩევნებში. დიახ, მეორე მხარე როდესაც იმარჯვებს არჩევნებში და როდესაც დამაჯერებელია ეს გამარჯვება, როდესაც არგუმენტი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ არსებობს, ფაქტი იმისა, რომ არჩევნების ფალსიფიცირება მოხდა არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს უნდა შეეძლოთ მარცხის აღიარება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება, იმიტომ რომ საქართველოს მაგალითზე თუ ვიმჯერებთ, ისინი ვინც პოლიტიკოსობას იბრალებენ, სინამდვილეში პოლიტიკოსები არ არიან, ისინი წარმოადგენენ აგენტურას, ისინი წარმოადგენენ მეხუთე კოლონას, ისინი წარმოადგენენ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებლებს და ამიტომ ისინი მარცხს ვერ ურიგდებიან, იმიტომ რომ თანხებს, ფინანსებს სწორედ გამარჯვებაში იღებენ და არა დამარცხებაში. ეს მათი პრობლემაც არის, მაგრამ იმათი პრობლემაც არის, სადაც ეს ხდება, იმ ქვეყნების და იმ ხალხების პრობლემა. ახლა ბატონი ვენსი ეკითხება ევროპელებს. კი, თავს იცავთ, მაგრამ რატომ იცავთ თავს? რა ღირებულებების გამო?
გწამთ რამე? მაინტერესებს, როგორ აპირებთ თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებას, როდესაც არ ვიცით, რას ვიცავთ. ბევრი საინტერესო საუბარი მქონდა და ხშირად საუბრობენ თუ რისგან არის თავდაცვა საჭირო და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ევროპელი მოქალაქისთვის ცოტათი გაუგებარია, რისთვის იცავთ თავს. რა არის ის დადებითი საერთო ხედვა, რომელიც სულდგმულობს უსაფრთხოების ამ ფაქტში? რა არის ის, რისიც ასე გვწამს? ეს არა მარტო რევოლუციური, არამედ ძალიან მკვახე შეძახილია, ძალიან მკვახე შეფასებაა. ეს უკვე პრაქტიკულად მომასწავებელია იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე გაირბინა შავმა კატამ და ეს შავი კატა კარგა მოზრდილი კატა გახლავთ, როგორც ჩანს. ამიტომ ვენსი პირდაპირ ეუბნება მათ, რომ თუ თქვენ ამ გზით ივლით, თუ თქვენ ამ გზიდან არ გადაუხვევთ, მაშინ ამერიკა ვეღარ გიშველით. მე მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, როდესაც გეშინია შენი ხალხის ხმისა და სინდისის. ევროპა ბევრი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე კონტინენტი და ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მიერვე შექმნილი კრიზისის წინაშე. შენი ამომრჩევლის თუ გეშინია, ამერიკა ვერაფერს გიშველის. ვერც იმ ხალხისთვის გააკეთებთ რამეს, ვინც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩია. ამერიკა თქვენთვის არაფერს გააკეთებს. თქვენ გესაჭიროებათ დემოკრატიული მანდატი, რომ რამეს მიაღწიოთ ახლო მომავალში. საპირისპირო შემთხვევაში გველის არასტაბილური შედეგები. ცენზურით, კარნახით, დიქტატით. ანუ ყველაფერი იმით, რაც ევროპაში უკვე გაჯდა ძვალ რბილში, თქვენ დემოკრატიას ვერ ააშენებთო, პირდაპირ ეუბნება ვენსი ევროპელებს. თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს ოპონენტების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, თავმდაბალი ქრისტიანი, რომელიც საკუთარ სახლში ლოცულობს, თუ ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს გააშუქოს ახალი ამბები. ამას ვერც თქვენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით მოიპოვებთ. და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ვენსი შეეხო და რომელსაც მინდა თქვენ განსაკუთრებული ყურადღებით მოусმინოთ. ყველა დაძაბულობის გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც აქ წარმოდგენილი ერები აწყდებიან, მე მჯერა, რომ მასობრივი მიგრაციაზე უფრო აქტუალური არაფერია. დღეს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი საზღვარგარეთიდან გადმოვიდა. ეს, რა თქმა უნდა, ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია. მსგავსი რიცხვია შეერთებულ შტატებშიც, ასევე ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ 2021-2022 წლებში გაორმაგდა იმ ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შევიდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვითარება არსაიდან არ წარმოჩენილა. ეს არის 10 წლეულების განმავლობაში მთელი კონტინენტის მასშტაბით და მის მიღმა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგი. დააგვირდით, რაც შეეხო ბატონი ვენსი. მიგრაციის თემა. ეს არის ტაბუდადებული თემა ერთგვარად, იმიტომ რომ მიგრაციის დიდი მასშტაბი გაიგივებული იყო დემოკრატიასთან და წარმოჩინდებოდა როგორც დემოკრატიული ქმედება, დემოკრატიული ნებადართულობა. მაგრამ თუ კი მიგრაცია ანგრევს ქვეყანას, მასში შეაქვს დისბალანსი და ისეთ პრობლემებს უჩენს, რომლის გადაჭრის თავი უკვე აღარ აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს, ასეთ შემთხვევაში ეს დასაშვებია. მაგალითად, აი შევხედოთ საქართველოში რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით. მიგრაცია და ემიგრაცია. ემიგრაცია უამრავი რაოდენობა, უდიდესი რაოდენობა, დაუჯერებელი ციფრი, რომელიც წავიდა ჩვენგან. გარბის ხალხი წლების განმავლობაში და უკმაპურს დაეძებს სხვაგან და სხვაგან. ეს არ არის პოლიტიკური ემიგრაცია, თუმცა შეიძლება მას პოლიტიკურის დავარქვათ, იმიტომ რომ შრომითი ემიგრაცია თუ არსებობს ამ მასშტაბის, ესე იგი პოლიტიკურად ყველაფერი სწორად არ არის ქვეყანაზე წარმართული. და ჩვენი ქვეყანა რომ იცლება ქართველებისგან, ეს უზარმაზარი პრობლემა რომ არის, ეს პრობლემა უნდა დავინახოთ, უნდა ვაღიაროთ და ამ პრობლემასთან ბრძოლის სახელმწიფოებრივი
ძალიან სერიოზული მექანიზმები უნდა გამოინახოს, მაგრამ ჯერჯერობით მე პირადად ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით რამე ნაბიჯები იდგმებოდეს. ახლა დავაკვირდეთ იგივე მიგრაციის თემას, ვინ შემოდის, რამდენი შემოდის, რა რაოდენობით შემოდის საქართველოში. არის რამე ზღვარი აქ დაწესებული, არსებობს რამე გათვლები ამ თვალსაზრისით. მე მგონი არანაირი, მთელი უბედურება ის არის, რომ ეს არა მარტო დღევანდელი პრობლემაა ქვეყნისთვის და ხალხისთვის, არამედ ხვალინდელი გაცილებით უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე იგი დღეს ჩანს. ამიტომ ამას უნდა მივხედოთ. ასეთი უწყვეტი ნაკადით შემოდინება უცხოელებისა საქართველოში, რაც იწვევს მთელი პრობლემებს, მაგალითად საცხოვრებელი ფართის გაძვირებას, ბინების გაძვირებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისში, ბათუმში, სხვა ქალაქებში უზარმაზარი პროცესი მიდის მშენებლობისა. მაგრამ როგორია ფასები? დღევანდელ ქართველებს შეუძლიათ ბინების შეძენა ამ მშენებლობების შედეგად რაც გვაქვს? არა, აბა ვინ ყიდულობს ამ ბინებს? რა თქმა უნდა, უცხოელები. შემოდიან, ყიდულობენ ბინებს, ძვირდება ბინები, ქართველისათვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი ხდება იგი და ამავე დროს მოდის ახალი პრობლემა, რომ საქართველოში მრავლდება უცხოელი და ერთშვენიერ დღეს დადგება დისბალანსის პრობლემა, დადგება დემოგრაფიული პრობლემა, კი არ დადგება საქართველოს წინაშე დღეს ეს პრობლემა თელის სიმწვავით დგას, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვატყობთ ამას, იმიტომ რომ ტელევიზიებია, პრესა, კინოა, თეატრია რაღაცა ქართულ ენაზე მეტყველებს და ისმის ჯერ კიდევ ქართული, მაგრამ გაივლის გარკვეული პერიოდი, ძალიან ცოტა, ძალიან ხანმოკლე პერიოდი და შესაძლებელია რომ ქართული მოსანატრებელი გახდეს საქართველოში. შესაძლებელია ქართულ ენაზე მოლაპარაკე და მოაზროვნე კაცი აღარ დარჩეს საქართველოში. ამიტომ, როდესაც ბატონი ვენსი აყენებს ამ საკითხს ევროპის მასშტაბით და ჩვენც გვაქვს ეს პრობლემაო, ამერიკელებსო თქვა, თქვენ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით და თუ აქ საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ გადამწყვეტი ღონისძიებები არ გაატარა, მაშინ პრობლემა შეუქცევადი გახდება, მისი შემოbrunება შეუძლებელი გახდება და ეს უკვე საქართველოს დაღუპვას ნიშნავს. აი კიდევ ერთი საუბარი ამავე თემაზე ვენსისა. ამ გადაწყვეტილებების შედეგად გამოწვეული საშინელება სწორედ ამ ქალაქში ვიხილეთ და რა თქმა უნდა არ შემიძლია ამაზე ხელახლა საუბარი იმ სხვერპლებზე ფიქრის გარეშე, რომლებსაც მიუნხენში მშვენიერი დღე გაუნადგურეს. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთან არის და ასეც იქნება. მაგრამ რატომ მოხდა ეს? ეს საშინელი ამბავია, მაგრამ ეს არის ამბავი, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ ვიხილეთ ევროპაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ შეერთებულ შტატებშიც. ამ კონტინენტზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა უბანზე მილიონობით მიგრანტისთვის საზღვრების უკონტროლო გახსნისთვის მხარდასაჭერად. ბრიტანეთში კი ბრექსიტი აირჩიეს. მთელი ევროპის მასშტაბით ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც უკონტროლო მიგრაციის შეჩერებას პირდებიან. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მჯერა რომ ადამიანების უმრავლესობას ადარდებს საკუთარი სახლი, მიზნები, უსაფრთხოება. უნდათ ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ გამოკვებონ ოჯახი. ადამიანები გონიერები არიან. შესაძლებელია თქვენთვის გაუგებარი დარჩეს თუ რა იგულისხმა მან, როდესაც საშინელებაზე ლაპარაკობდა მიუნხენში ზუსტად იმ დღეებში, როდესაც იქ კონფერენცია ტარდებოდა, ვიღაცა უცხოელი ავტომანქანით შევარდა ხალხის მასაში და უდიდესი მსხვერპლი მოყვა ამას, საშინელი ტრაგედია დატრიალდა და სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ვენსი. და მან გასაგებად თქვა, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ვერანაირად ვერ გადაიჭრება იმ ძველი მიდგომებით, რომ ამას და დემოკრატიას ერთმანეთთან აკავშირებდნენ. არაფერი საერთო უპრაგონო, უკონტროლო მიგრაციას ამა თუ იმ სახელმწიფოში დემოკრატიასთან არ აქვს. დემოკრატია სულ სხვა რამეა, ეს სულ სხვა პრობლემაა და ეს პრობლემა რა თქმა უნდა გადასაჭრელია სხვაგანაც, მაგრამ მე მინდა ეს ყველაფერი გადმოვიტანო რა თქმა უნდა საქართველოზე, იმიტომ რომ არ ამგონია სხვაგან სადმე უფრო დიდი პრობლემა იდგეს ამ თვალსაზრისით, ვიდრე საქართველოში დგას. კიდევ ერთი ფრაგმენტი ბატონ ვენსისა და ამითი დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს.
მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე დავოსში, რამდენიმე მთის იქით ჩვენი საზოგადოების წევრებს თავი განათლებულ ცხოველებად არ მიაჩნიათ. გლობალური ეკონომიკის ჭანჭიგებად და არავის სურს იყოს ლიდერების მიერ იგნორირებული მასა. დემოკრატიის საქმეა პასუხი გასცეს ამ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ზურგის შექცევა, მედიის, არჩევნების გაუქმება, ხალხის პოლიტიკური პროცესისგან გამოთიშვა დემოკრატიის განადგურების წინაპირობაა. ხმის ამაღლება და განსხვავებული აზრი არჩევნებში ჩარევა არ გულისხმობს, თუნდაც ეს გავლენიანი ადამიანი იყოს საზღვრებს მიღმა. ასეთი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მომიტანია, შემოკლებულად ის, რაც ბატონმა ვენსმა ისაუბრა მიუნხენში და დამეთანხმებით, რომ მართლაც რევოლუციური იყო მისი ეს განცხადება და როგორც გითხარით, ამერიკასა და ევროპას შორის აშკარად დაპირისპირების პირველი სიგნალები, პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა, რაც რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ფუნდამენტურად შეცვლის არა მარტო ევროპაში და ამერიკაში, არამედ ამ ორი კონტინენტის მიღმა. ახლა მინდა ერთ საკითხს შევეხო, გაკვირთ, ეს არის ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, ამუშავდა საპარლამენტო დროებითი კომისია, რომელიც სწავლობს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ეს უაღრესად საშურის საქმეა. კი მე მესმის, რომ სააკაშვილი დღესაც ასია თუ ისია პატიმარია, მესმის, რომ ზოგიერთმა მოიხადა კიდეც სასჯელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. სისტემა არ გასამართლებულა, რეჟიმი არ გასამართებულა, არადა ეს სისტემა და ეს რეჟიმი, რომელმაც ამდენი ტკივილი, ამდენი სისხლი, ამდენი წრემლი და რაც ყველაზე მთავარია, ამდენი დაკარგული ტერიტორიები მოუტანა საქართველოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს. მაგრამ ეხლა მინდა განახოთ თუ როგორ ხდება ყველაფერ ამას, აი სიმართლის დადგენის, ჭეშმარიტების დადგენის, მოვლენათა გამოძიების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, როგორ ხდება ის არამზადები, რომლებიც თავს ოპოზიციად ასაღებენ სინამდვილეში აგენტურას წარმოადგენენ. თავარი პრობლემა არის არა ჩვენი 20 წლის უკან გავლილი საკითხები, არამედ თავარი პრობლემა არის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს აგდებს იზოლაციაში. აი თავიდან მოცილების საკითხი, ესე იგი დღევანდელი პრობლემებია მთავარიო აცხადებს. დღევანდელი პრობლემები შესაძლებელია განსახილველია, შესაძლებელია მოსავლელია, მაგრამ დღეს საქართველოს არ უდგას რეჟიმის სიმკაცრის და სისასტიკის პრობლემა. დღეს საქართველოში შესაძლებელია სოციალური პრობლემები დგას, პრობლემებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მიგრაციის პრობლემა, ემიგრაციის პრობლემა, უამრავი პრობლემა დგას, მაგრამ ეს არ არის დანაშაულებრივი საკითხები, ეს არის საკითხები, რომელიც გადაჭრას ითხოვს. ის, რასაც სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი ქვია, არის დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა. ეს სისტემა უნდა გასამართლდეს, ამ სისტემას თავისი სახელი უნდა დაერქვას. აი კიდევ ერთი შეფასება იმისა თუ რაც ხდება ამ მიმართულებით. არ უაპირებს სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამას რომ კაცი იტყვის და თან თავი პოლიტიკოსი გონია, იმ კაცის გონებრივ შესაძლებლობებში სერიოზული ეჭვია შესატანი, იმიტომ რომ თუ კი საპარლამენტო კომისია მუშაობს, თუ კი ის კომისია რამეს გედავება, თუ კი ხალხი რამეს გედავება, ასეთ შემთხვევაში ის კი არ უნდა განაცხადო, რომ არ მივალ სტალინურ კომისიასთანო, არამედ უნდა თქვა, რომ მე ვითანამშრომლებ, თუ რამეში გადაცდომა მქონია, პირადად მე, ან იმ გუნდს, რომლის წევრიც მე ვიყავი, მზად ვარ პასუხი ვაგო. ეს არის პოლიტიკოსის დამოკიდებულება, მაგრამ ესენი პოლიტიკოსები კი არ არიან ვიგინდარები და არამზადები არიან, რომლებიც სხვა სახელმწიფოთა ინტერესების გამტარებლები არიან, სხვა სახელმწიფოდან შემოტანილი თანხებით დაფინანსებულნი არიან. აი ეს უნდა გასწორდეს, რაც შეეხება სტალინურ კომისიას, მე არ მგონია
რომ სტალინური რამე ეთყობოდეს ჯერჯერობით ამ კომისიას ან სახელმწიფოს, ისე თქვენ კი რა თქმა უნდა მოგიხდებოდათ სტალინური რომ იყოს დღეს მიდგომები, თქვენ სად იქნებოდით? მე მგონი თქვენთვისაც ნათელია. დიახ, აი აქ მინდა ხო, კიდევ ერთი პერსონაჟი წარმოგიდგინოთ ამ კოჰორტიდან. საქართველოში დასავლური გავლენის გაძლიერება ნიშნავს ქართული ინტერესის გაძლიერებას. წარმოგიდგენიათ, აი იდიოტიზმის რა ფორმულა შემოგთავაზა ამ კაცმა. საქართველოში საქართველოს ინტერესები კი არ უნდა გაძლიერდეს, საქართველოს ინტერესების დაცვა კი არ უნდა გაძლიერდეს, არამედ საქართველოში უნდა გაძლიერდეს დასავლური ინტერესები და დასავლური ინტერესების დაცვა. ეს იმ სერიიდან არის, რასაც თუ კი დასავლეთი გვიბრძანებს, ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, აი ეს იდიოტები რომ თავაზობდნენ, აი ამ ფორმულით ხელმძღვანელობს ეს ხალხი და რატომ აკეთებენ ამას? რისი იმედი გაქვთ? ვინ უმაგრებთ ზურგს? აი ინებეთ. საქართველო ბრძოლის ველი და შეტევა საქართველოზე მითითებები გაცემულია. ახალი არჩევნების იძულება, ეკონომიკური კოლაფსი და სრული გავლენა საქართველოზე. ეს არის გზა, რომლითაც ევროკავშირმა საკუთარი სიძლიერე უნდა დაამტკიცოს. ევროპელი სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ევროპას ზურგი აქცია, ევროკავშირისთვის საქართველოზე კონტროლის დამყარება პრიორიტეტია. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპისთვის სანდო პარტნიორი აღარ არის და განზე გადგა. ახლა რეაგირების დროა და ამისთვის საუკეთესო ბრძოლის ძველი საქართველოა. ჩვენ უნდა დავიწყოთ საქართველოზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული შეტევა. საქართველო უბრალოდ პატარა ქვეყანა არ არის, ის არის გამოცდა ევროპის სიძლიერისთვის. საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლით უნდა ვაიძულოთ ახალი არჩევნები, გამოუცხადოთ ეკონომიკური ომი, დავაწესოთ სანქციები. მასშტაბურად უნდა გავზარდოთ დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ხმების და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა. ევროპამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის სუსტი და ამისთვის მას საქართველოში გამარჯვება სჭირდება. აი ამათ რომ საქართველოს მეგობრებს უწოდებს ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ის, მათრახით არ არის საცემი. აი ამათ რომ საქართველოს მეგობრებს უწოდებ, აი ამ პირწავარდნილ მტრებს, მოსისხლებ მტრებს, საქართველოს დაუძინებელ მტრებს. აი ამათ მეგობრებად რომ წარმოაჩენს და ქართველ ხალხს რომ ატყუებს, რომ თურმე ესენი არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენზე ზრუნავენ. მოდით მოვისმინოთ აბა რა შეფასებას აძლევს ამას მართველი პარტია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. იყენებდნენ უკრაინას იმისთვის რომ ასე ვთქვათ ყოფილიყო იარაღი რუსეთთან საბრძოლად, შეიძლება მათი მიზანი ნათელია, იმიტომ რომ ებრძვიან რუსეთს, მაგრამ თუ კი ვინმეს უნდა ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა თვითონ უნდა იყოს წინა ხაზზე. სხვისი ხელით ომი ეს არის ყველაზე ამორალური საქციელი. და როგორც ჩანს, ზოგიერთს უნდა ჩვენი ხელით იომოს. მათ შორის ადგილობრივი სასარგებლო იდიოტების გამოყენებით, რომლებიც 2022 წლის მარტიდანვე აქ აქციებს გვიმართავდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა უკრაინაში, ნახეს ამ ჯგუფებმა, რომ ჩვენი ხელისუფლების და ხალხის მხარდაჭერის პირობაში ეს მიზნები მათ არ განუხორციელდებათ, ამიტომაც სურდათ ძალადობრივი დემოკრატიის გვერდისავლით და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ იქნებ რაიმენაირად მოიყვანონ ისეთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში, რომელიც პირდაპირ თავს დაუქნევს და ყველაფერს შეუსრულებს. სანქციებსაც დააწესებს თუ საჭიროა, ცასაც ჩაკეტავს და ტანკებსაც დაქოქავს. რა თქმა უნდა, ეს უნდათ ამათ. ამათ უნდათ ამის გაკეთება, ამის მიღწევა, მაგრამ ვისი ხელით აკეთებენ ამას? აი იმ აბსოლუტურად გაუმართლებელი ხალხის, იმ აბსოლუტურად დეზორიენტირებული ხალხის და მოსყიდული ხალხის ხელით, რომელიც ამ რუსთაველის პროსპექტზე დგას და 30 კაცი რომ იდგეს, მაინც მოძრაობა უნდა გადაკეტონ და ასე შემდეგ შექმნან ისეთი რეალობა, თითქოს მათ მხარდაჭერა აქვთ და რაღაცა გარკვეულ ძალას წარმოადგენენ. სინამდვილეში ესენი არავითარ ძალას აღარ წარმოადგენენ, მაგრამ თავს ჯერ კიდევ ისე გვაჩვენებენ, თითქოს ძალას წარმოადგენენ და მთელი მათი მიზნები ახლა შესანიშნავად ჩამოაყალიბა პაპუაშვილმა თუ რა იყო ამ ახლო წარსულში და დღემდე რჩება ეს. მათ უნდათ რომ აქ შექმნან მეორე ფრონტის პირობები, დაგვაპირისპირონ რუსეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს
არ ესმით თუ რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები დაიწყო მსოფლიოში. აბსოლუტურად სხვა დინამიკა მოდის, აბსოლუტურად სხვა მიმართულებები წამოვიდა წინა პლანზე და მადლობა ღმერთს, რომ ეს მოდის ისეთი უზარმაზარი სახელმწიფოდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც უაღრესად არასწორი იმპულსები მოდიოდა ჩვენი მისამართით, მაგრამ ახლა რა კი ყველაფერი რევოლუციურად იცვლება, იმედია ჩვენთან დამოკიდებულებაშიც ბევრი რამ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ცვლილებები სახეზეა. საუდის არაბეთში გაიმართა შეხვედრა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებისა, რომლებმაც პრაქტიკულად მოამზადეს უმაღლეს დონეზე შეხვედრა, ანუ შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის. აი ვნახოთ როგორი იყო რიადში გამართული ეს შეხვედრა. ვაშინგტონმა და რუსეთმა დიპლომატიური დიალოგის სამწლიანი პაუზის შემდეგ საუდის არაბეთში დაიწყეს. რიადში ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებსა და ტრამპი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის დისკუსია თითქმის 5 საათს გაგრძელდა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან ერთად ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს. ასეთი იყო ეს შეხვედრა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსათვის. მსოფლიო, რომელიც პრაქტიკულად მიყვანილი იყო ბირთვული კატასტროფის პირამდე, ბირთვულ კატასტროფამდე. აი ეს მსოფლიო დღეს რაღაც გამოსავალს ეძებს და იმედი არის, რომ მოვლენები უკვე სხვა გზით წარიმართება და სხვა მიმართულებას მიიღებს. ამას მეტყველებს ეს შეხვედრა, რომლის შესახებაც თქვენ პატარა ინფორმაცია მიიღეთ და აქვე მინდა შემოგთავაზოთ პირველი შეფასებები. მარკ რუბიო, სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატებისა. დღეს გრძელდა რთულ გზაზე პირველი ნაბიჯი გადავდგით. ომის დასრულება მხარეებისგან დათმობაზე წასვლას მოითხოვს. რაღაც მომენტში მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩაერთვება, რადგან მათ რუსეთს სანქციები დაუწესეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვაქვს მიზანი დავასრულოთ ეს ომი. სამართლიანი მყარი გრძელვადიანი მშვიდობა ყველა მხარისთვის მისაღები საშუალებით უნდა მივიღოთ. აი ასეთი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც როგორც მოგახსენეთ თვისებრივად პრინციპულად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან. ახლა რუსეთის წარმომადგენელს ბატონ ლავროვს მოусმინოთ. შევთანხმდით უკრაინის საკითხის მოგვარების პროცესის ფორმირებისა და ამისთვის მუშაჯგუფების შექმნაზე. უკრაინის კრიზისის მოგვარების პარალელურად უნდა შევქმნათ პირობები, რათა ორმხრივი თანამშრომლობა სრული მოცულობით აღდგეს. დავიწყოთ საუბარი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შექმნილი დიპლომატიური დაბრკოლებების მოხსნაზე. რუსეთი და ამერიკა თანხმდება, რომ როცა ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, პრობლემების მოგვარებაა საჭირო და არა კონფლიქტის პროვოცირება. ეს ადამიანები, რასაც აქამდე ამბობენ, იმას იმეორებენ და სწორად იმეორებენ, იმიტომ რომ აქამდე სწორად ამბობენ, არ არის საჭირო პრობლემების შექმნა, პირიქით საჭიროა პრობლემების განმუხტვა, პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ისეთი ჯებირი ეღობებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ მკვდარი წერტილიდან სიტუაციის დაზრა შეუძლებელი ხდებოდა, მაგრამ ახლა ტრამპის მოსვლის შემდეგ ყველაფერი კაცმა რომ თქვას, ყველაფერი თავდაყირა დადგა. უფრო სწორედ ის, რაც თავდაყირა იდგა, თანდათანობით ამოყირავებას იწყებს. ამერიკა-რუსეთის დისკუსიას უკრაინა და ევროკავშირი შორიდან ადევნებდნენ თვალს. განზე გაწეული ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო პროცესის პირველ შუამავალთან, რეჯიპ თაიპ ერდოღანთან ჩავიდა. ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ დონალდ ტრამპის პუტინთან ერთმა ზარმა დასავლეთის სამწლიანი ნარატივი შეცვალა. პრინციპი არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე აღარ მოქმედებს. აღარავინ არ წმუნებს კიევს, რომ ოკუპანტს დაამარცხებს და მეტიც, უკრაინის მხარდაჭერაში კიევის მოკავშირეებიც აღარ არიან ერთსულოვნები. გითხარით მე რაც თავდაყირა იდგა, ის ამოყირავებას იწყებს მეთქი. რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა იდგა. მაშინ როდესაც უკრაინელებს ვიღაცა არწმუნებდა, რომ მათ შეეძლოთ ბრძოლის ველზე დაემარცხებინათ რუსეთი. რა თქმა უნდა, სიტუაცია თავდაყირა იყო წარმოდგენილი. არავით არის ამის შესაძლებლობა უკრაინას არ ქონდა იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მას შეიარაღებას და ფინანსებს აძლევდა დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მიუხედავად ამისა, მას რუსეთის დამარცხების საშუალება არ ქონდა და ეს ახლა მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდა. და აი რა უნდა გადაიხადოს, რა იქნება ის ფასი, რომელიც უკრაინას მოუწევს, რომ გადაიხადოს ყველაფერი ამაში.
უკრაინის პრეზიდენტს არც ამერიკის დახმარების სანაცვლოდ ძვირფასი მინერალების გადაცემის შესახებ დონალდ ტრამპის შეთანხმება მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ მათზე კონტროლი ტრამპს თავად შესთავაზა. ტელეგრაფი წერს, რომ უკრაინა გაოგნებულია და პანიკაშია. ამერიკა უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტიდან უფრო მეტ წილს ითხოვს, ვიდრე გერმანიას რეპარაციების სახით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადაახტებინეს. აბა როგორ გეგონოთ? გაჩუქებდნენ რამეს? თქვენი ბრიყული ოცნებების დასაკმაყოფილებლად? თქვენი ბრიყული ოცნებების ზღვარი გადიოდა იქ, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით ავანგარდზე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის დაჩოქებისა და რუსეთის დამარცხებისა. მაგრამ არ გამოგივიდათ ეს, არ ჩაგივიდათ ფეხი, იმიტომ რომ ეს ისეთი ისტორიული უსამართლობა იყო, რომლის მსგავსი იშვიათად ახსოვს კაცობრიობას. თქვენ მონაწილეობდით აბსოლუტურ ავანტურაში, რომელსაც არავითარი გამართლება არ ჰქონდა, არავითარი ზნეობრივი მახასიათებელი არ გააჩნდა, მაგრამ მონაწილეობდით იმიტომ რომ გაყდათ ის, რასაც ქვია ზნეობა, რასაც ქვია ჭკუა, რასაც ქვია წინგახედვა, რასაც ქვია გონიერება და ასე შემდეგ. აი ამის გარეშე, როდესაც მოქმედებს პიროვნება თუ სახელმწიფო, შედეგი ყოველთვის დადგება ისეთი, როგორც უკრაინაში დადგა. ამითი შეძრული და შეწუხებულია ერთი პიროვნება კარლ ბილდი, რომელსაც მისი გვარის გარითმით საქართველოში დიდი ხნის წინ კარლ ბილდს ეძახდნენ. ეს გამაოგნებელი კოლონიალური შეთანხმებაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს უკრაინას თავს მოახვიოს. ასეთი გახლავთ რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდით და ახლა რა შეიძლება ვთქვათ ზელენსკის თავში ხარშებოდეს? როგორი შეიძლება იყოს მისი უკანასკნელი გაფართხალება? მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა წარმატება არ არის. ამერიკა ამბობს იმას, რაც პუტინს მოსწონს, სურს მიაღწიოს სწრაფ წარმატებას. უკრაინა მზად არ არის ტერიტორიებზე უარი თქვას. უკრაინა მზად არ არის ტერიტორიებზე უარი თქვას. ძალიან სერიოზული განაცხადია, მაგრამ რა დგას ამის უკან? არც ადრე იდგა ამის უკან არაფერი და ახლა მით უმეტეს არაფერი არ დგას ამის უკან. რა თქმა უნდა, უკრაინამ დაკარგა ის ტერიტორიები, რომელიც მას არც ეკუთვნოდა, არც ისტორიულად ეკუთვნოდა და არც სამართლებრივად და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდა. უკრაინის ხელისუფლებას არ უყვარდა ის ხალხი, რომლებიც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობდა, რომელი ტერიტორიებიც ახლა უკვე რუსეთის შემადგენლობაშია აღიარებული. არ უყვარდა ის ხალხი, არ უყვარდა კი არა, ზულდა ჭირისდღესავით და ათეულ ათასობით ადამიანი დახოცეს იმ ტერიტორიებზე ამ ფაშისტებმა. ათეულ ათასობით საკუთარი მოქალაქე დახოცეს დღე და ღამე, ტყვიებს უშენდნენ და ბომბებს უშენდნენ. და ამისი შედეგია ის ყველაფერი, რაც დადგა უკრაინაში, მაგრამ ახლა უკვე გვიანია თითზე კბენანი. აი მაგალითად რას ამბობს ზელენსკის ერთ-ერთი ყოფილი თანამებრძოლი ბატონი არესტოვიჩი. ულახდილად რომ თქვათ ჩვენ 500 მილიარდ დოლარად რუსეთს მიგვყიდეს. ამასთან ეს 500 მილიარდი ჩვენ უნდა გადავიხადოთ და არა რუსეთმა. როდესაც ნახეს თუ რამდენს პარავთ ჩვენივე ჯარისკაცებს, რამდენი დასავლური დახმარება მოპარული, მიხვდნენ რომ ჩვენთან საქმე აღარ უნდა ჰქონდეთ. აქოთ და ყველაფერი რომ იტყვიან. კი არ მიყიდეს, თქვენ თვითონ გაიყიდეთ თქვენი თავი. თქვენ თვითონ გაყავით იმ სიბინძურეში თავი, რომელშიც არ უნდა გაგეყოთ თავი. მარტო ჭკუის გამო კი არა, ზნეობის გამო. არ შეიძლებოდა უკრაინელები დაპირისპირებოდნენ რუსებს. არ შეიძლებოდა. ამისი არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, არც ისტორიული და არც იმ დროინდელი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. თქვენმა სიბინძურემ მიგიყვანათ იქამდე, რომელიც სიბინძურეშიც ახლა იხშობით და ახლა ევროპაც გაოგნებულია, უკვე აღარ იციან რა ქნან. სამშვიდობო პროცესში ჩამოშორებული ევროკავშირი უკრაინას ურჩევს ვაშინგტონის წნეხს გაუძლოს და სწრაფ მშვიდობას არ დათანხმდეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი დონალდ ტრამპთან შეხვედრას და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში მის დარწმუნებას გეგმავს. ამერიკის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა უკრაინაზე რუსეთის განმეორებითი თავდასხმა შეაკავოს. უახლოეს დროში ცეცხლი არ შეწყდება. ჩვენ ტრამპი გრძელ თამაშში უნდა ჩავრთოთ. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფ წნეხს დავთანხმდეთ.
Financial Times-ი წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა საბავშვო მაგიდასთან გადასვეს და მშობლებთან ერთად არასადილეს. სიძლიერისა და ერთიანობის დემონსტრირების უშედეგო მცდელობა იყო პარიზის საგანგებო სამიტიც, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27-დან მხოლოდ 7 სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა და იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, როგორ დაიცავენ უკრაინას და მხოლოდ კიევის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გაგრძელებაზე ზოგადი ფრაზები შემოიფარგლნენ. არაფრის დამცველი ევროპა არ არის. ვერაფერს ვერ დაიცავს, იმიტომ რომ არ გააჩნია პრინციპი, არ გააჩნია ზნეობა, არ გააჩნია სწორი მიდგომები, თავიდან ბოლომდე სიყალბეში, სიცრუეში და გარყვნილებაში არიან ჩამხრჩვალნი და აქედან არ ჩანს პერსპექტივა იმისა, რომ ვინმეს დაეხმარებიან. საკუთარ თავსაც ვეღარ დაეხმარებიან. იმ მდგომარეობამდეა დღეს ევროპა მისული და მადლობა ღმერთს ამას მე კი არ ვლაპარაკობ უკვე მარტო, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ლაპარაკობს. სხვათა შორის ვენსის ის გამოსვლა, რომ მოისმინა ბატონმა ტრამპმა უაღრესი მოწონება გამოთქვა და თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი შესანიშნავი სიტყვა, რომელიც ბატონმა ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქვა, ასე რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიციაა. ევროპა გამოუვალ მდგომარეობაშია და ფარტხალებს. ახლა ჩვენი მმართველი პარტია აცხადებს, რომ ყველაფერ იმას, რის შესახებაც ახლა ტრამპი ლაპარაკობს, ჩვენ გაცილებით უფრო ადრე ვსაუბრობდით. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს მსოფლიოს მიერ დაბუდადებული თემების სააშკარაოზე გამოაქვს. იმას, რასაც 3 წელია სხვები მალავენ, დონალდ ტრამპი ააშკარავებს და ამბობს, რომ უკრაინაში ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მისი ადრესატია ყველა, ვისაც ამის რესურსი ჰქონდა. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ომი. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც კი შეეძლო შეთანხმების დადება დიდი ტერიტორიის ადამიანთა სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე. აი, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით თქვა მმართველმა პარტიამ, რომ იგივეს რომ ამბობდით, რასაც ბატონი ტრამპი ახლა ამბობს, ჩვენ ამისთვის მოღალატეებს ვიწოდებდნენ. ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთ-უმედ მონათვლის მოღალატედ მონათვლის და ასეთი მდაბიო და ბინძური კამპანიის კამპანიურობის საფუძველი. ამიტომ ყოველთვის ცოტა წინ მაინც უნდა გაიხედონ ხოლმე ამ ადამიანებმა, რომლებიც როგორც აქტორები ასეთ კამპანიებში იღებენ მონაწილეობას და მთავარი არა იცით, სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს. მათ ცა ჩამოემხოთ უკვე თავზე. თავზარ დაცემულები არიან და არიციან რა ქნან, ხობე ყორეს აწლებიან, ჟანგბადი გადაეკეტათ, ფინანსები გადაეკეტათ, იდეოლოგია გადაეკეტათ და სად მიდიან, ვისთან მიდიან. ევროპაში დახვდებათ ტრამპი და ვენსი. ევროპაში ვერავის ვეღარ მიეკეთლებიან უკვე, იმიტომ რომ დამთავრდა ეს პოლიტიკა და რასაც საქართველოში დღევანდელი მმართველი პარტია და მთავრობა ამბობდა, ის ყველაფერი პრინციპში სწორი იყო. მე მხედველობაში მაქვს ბოლო პერიოდის მათი დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ. ომის არ დაშვება არის თავარი ამოცანა, ბუნებრივია ჩვენთვის და ეს უნდა იყოს თავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. უკრაინაში ომის არ დაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილი შეტანა შეუძლია. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარავდება თავად უკრაინა. საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. აი, ასე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები და თუ ოდნავ გონიერი იყო ის, ვისაც ეს უნდა შეესმინა. ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, ხომ უნდა მიმხვდარ ვიყავით, რომ მართალი იყო ეს ხალხი. სწორი პოზიცია ჰქონდათ იმ თავითვე დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო წნეხი, ძალიან დიდი იყო ზეწოლა და მართლაც დანის პირზე იარეს. მაინც სწორი მიმართულებით იარეს. არ დანახვა ამისა, არ აღიარება ამისა არის უსინდისობა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ
ახლა კი მართალია, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ფიქრობდნენ, როგორც ვარაუდობდნენ და წელში გამართულები არიან, მაგრამ აბა აქამდე რაც განიცადეს, რაც გადაიტანეს, რაც გამოიარეს, წარმოიდგინეთ სიმძიმე ყველაფერ ამისა და ამის მერე იმსჯელეთ თუ რას აკეთებდნენ ისინი და რამდენად ძნელი იყო იმის გაკეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ, რამდენად ძნელი იყო იმასთან დაპირისპირება და იმასთან ბრძოლა, რაც მოდიოდა კოლექტიური დასავლეთიდან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე გაერთიანებული ევროპიდან. ძალიან დიდ წნეხს გაუძლეს აფერუმ ნატო ვაჟკაცობას. მაგრამ ნახეთ, ახლაც როგორია დამოკიდებულებები. აი ამ ცუდმედიდი ეგრეთ წოდებული ოპოზიციისა, აი ამ სინდის ნამუსისგან დაცლილი ადამიანებისა. ნებისმიერი ცდელობა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპის რიტორიკა რაიმე შეემთხვევა ქართულ ოცნებას, არის პროპაგანდისტული ხრიკი და მეტი არაფერი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იქნეს მიღწეული. ბიჭო, შემართლა არ გეტყვი იმას, რასაც იმსახურებ. კი, მაგრამ ტრამპი თუ ამბობს მშვიდობაო, საქართველოს ხელისუფლება, მისი მთავრობა, მმართველი პარტია რას ლაპარაკობდა ამდენი ხნის განმავლობაში? მშვიდობისთვის არ გაწირეს თავი? მშვიდობის შესანარჩუნებლად არ გადადგეს ის ნაბიჯები, რომელიც უაღრესად საკიფათო იყო მათთვის პირადად? როგორ არაფერში არ ემთხვევა ტრამპის და საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციები ერთმანეთსო. როგორ აცხადებ ამას, მაშინ როდესაც შენსავე წინადადებას ამთავრებ, იმიტომ რომ ტრამპი ამბობს მშვიდობა უნდა იყოსო. ტრამპი თუ ამბობს მშვიდობა უნდა იყოსო, საქართველოს მშვიდობისთვის მებრძოლი მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, ამ პოზიციას არ ემთხვევა? ადამიანი ხარ თუ რა ხარ? მოაზროვნე ცხოველი ხარ? თუ მხოლოდ ცხოველი ხარ და აზრის ნასახი არ გაგაჩნია? შეიძლება ასეთი თავხედური განცხადებებით წარსდგე ქართული ხალხის წინაშე? დაგიჯერებენ? მიიღებენ ამას? საოცარია პირდაპირ. აი ერთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ოპოზიცია ვეღარ იხსენებს ქართულ ოცნებას კი განცხადებების გარდა ახსოვს ის რეზოლუციაც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ომის დაწყებამდე 2022 წლის 1 თებერვალს მიიღო, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ამ რეზოლუციას ქართულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მახსენდება ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სწორედ ამაზე ჰქონდა საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რომ თავიდან აგვერიდებინა საომარი ესკალაცია და ომი უკრაინაში. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ ტიპის მიდგომას, რომ მთავარი ფოკუსი უნდა იყოს მშვიდობა. რეზოლუცია მიიღეს, საპარლამენტო რეზოლუცია და მთელ მსოფლიოს მოუწოდეს არ დაუშვათ უკრაინაში ომი. მეტი რა შეეძლო საქართველოს მმართველ პარტიას და მთავრობას და პარლამენტს. ამის მეტი რა უნდა გაეკეთებინა, რომ მისი პოზიცია ყოფილიყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია დაფიქსირებული. არ დაუშვათ ომი უკრაინაში, იმიტომ რომ ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ რეგიონისთვის და შესაძლებელია მთელ მსოფლიოსაც შეუქმნას უზარმაზარი პრობლემებიო. ამას ამბობდნენ ეს ადამიანები და არ დაუფასოთ, არ დავინახოთ, არ ვთქვათ, რომ ისინი მართალი იყვნენ იმ პოზიციაში, რა პოზიციაც ჰქონდათ. როგორ შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ ენა მოუბრუნდეს ვინმეს, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ. ახლა თვითონ უკრაინას რა დაემართა? აი რისი აცილებისკენ, თავიდან არიდებისკენ მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მმართველი პარტია. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა დაემართა თვითონ უკრაინას? ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბებს ამას ბატონი მაჭარაშვილი. უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს აი ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში. სამაგიეროდ ამ 3 წლის თავზე
უკრაინამ დაკარგა 100,000-ობით ადამიანი, ტერიტორიები, ბუნდოვანი მომავალი, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. ამას ჩვენ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. აბსოლუტურად სწორია, სხვა მიდგომა, სხვა ახსნა ამას არ აქვს. უკრაინელმა ხალხმა ძალიან დიდი მარცხი განიცადა მაშინ, როდესაც დაიჯერა, რომ უკრაინა უნდა შესულიყო ნატოს შემადგენლობაში. ხალხის იმ ნაწილს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ვინც ამას ამხობოდა, თორემ ძალიან დიდი ნაწილია საზოგადოებისა, რომელსაც ამის გაგონებაც არ სურდა, მაგრამ იმათ, ვინც აყვნენ ამ ცდუნებას თუ გარედან თავს მოხვეულ რაღაც პოლიტიკურ ვნებებს, უზარმაზარი მარცხი განიცადეს მაშინ, როდესაც ამ გზას დაადგნენ, იმიტომ რომ ეს იყო რუსეთთან კონფრონტაციის გზა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ის შედეგი მოყვებოდა, რა შედეგიც მოჰყვა და ახლა არა მარტო უარი უთხრეს მათ ნატოს წევრობაზე, არამედ ძალიან სერიოზული კრიტიკის ობიექტად იქცა ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მიმართულებით აზროვნებს და არა მარტო აზროვნებს, არამედ ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა უკრაინაში. ბატონი ტრამპი პირდაპირ ესხმის თავს უკვე აი ამ ადამიანებს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ზელენსკის. დონალდ ტრამპისგან ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა ამით არ სრულდება. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას რეიტინგს უწუნებს და არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. არ მსიამოვნებს ამის, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ლიდერი, რომლის რეიტინგიც 4%-ია. დონალდ ტრამპს არც ის მოსწონს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მის მიერ შეთავაზებულ ძვირფასი ლითონების შეთანხმებას ხელს არ აწერს. თანაც მაშინ, როცა თავად არ იცის, სად დაიხარჯა ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოყოფილი მილიარდობით $. ამერიკამ უკრაინისთვის 300 მილიარდზე მეტი გაიღო, მაგრამ სად არის ეს ფული? აი ასეთი გახლავთ მიდგომები, დამოკიდებულებები და პოზიციები, რომლებიც სრულიად ახლებურია, რევოლუციურია და რომელიც მოდის ამერიკის 47 პრეზიდენტისგან. ზელენსკი ამბობს უკმაყოფილოა, რომ ჩვენ არ დაგვპატიჟესო ჩვენს აზრს ანგარის არ უწევენო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებითაც აქვს ბატონ ტრამპს პასუხი. ვფიქრობ, მაქვს ძალაუფლება დავასრულო ეს ომი. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თებერვლის ბოლომდე შეხვდება. ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო პროცესზე წინააღმდეგება ტრამპი კი მისით იმედ გაცრუებულია. ჩვენ არ დაგვპატიჟესო, კი მაგრამ თქვენ 3 წელი გქონდათ. კი მაგრამ შეგარეწარო, შენ რა ნაბიჯი გადადგი? ვეუბნები ზელენსკის, რა თქმა უნდა, შენ რა ნაბიჯი გადადგი, რომ უკრაინელი ხალხისთვის ეს თავს დამყარი დიდი უბედურება, შენი ხელით თავს მოხვეული დიდი უბედურება აგერიდებინა, სადმე შუა გზაზე მაინც გაგეჩერებინა, სადმე მოლაპარაკებები დააგეწყოს, სადმე მიმხვდარიყავი, თუ რა ხაფანგში გქონდა თავი შეყოფილი და რა უბედურება მოგქონდა შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. რა გააკეთე? რა ნაბიჯი გადადგი, რომ ახლა ვინმემ სადმე დაგპატიჟოს და ვინმემ შენი აზრი რამეთ ჩააგდოს. შენ ხომ აღარაფერს აღარ წარმოადგენ. შენ ხარ თვითმარქვია პრეზიდენტი, რომელსაც უზურპირებული გაქვს ეს თანამდებობა, იმიტომ რომ ხარ გარეწარი, ხარ ხარბი, ხარ კორუფცირებული, ხარ აბსოლუტური თაღლითი და ხარ აბსოლუტური ბოროტება. ნეოფაშიზმის ის ყლორტი, რომელიც აღმოცენებული ხარ შენი დიდი წინაპრებისგან. ბანდერასა და შუხევიჩისგან და მათთა მსგავსთა ნერგზედ გახარ, იქიდან აღმოცენებული ყლორტი ხარ, უბინძურესი ყლორტი. ახლა ისევ დიდ გულზეა და ამბობს, რომ თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს ჩემი თავიდან მოცილებაო, ეს ამბავი ასე მარტივად არ გამოვაო. თუ ვინმე ამ მომენტში სურს ჩემი შეცვლა, არაფერი გამოვა. რაც შეეხება 4%-ს, მინდა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს თანავუგრძნო, რომ ის ამ დეზინფორმაციულ ველში იმყოფება. დადგება, მალე დადგება ყველაფრის ფინალი. ამერიკა უკვე გამოგეცალა ფეხქვეშ. წადი ახლა და ევროპას მიადექი. ევროპას, რომელიც სრულ აგონიაში.
განაწყენებულ ზელენსკის სამშვიდობო პროცესს მიღმა დარჩენილი ევროპათან აუხსნობს, არ წმნებენ რომ დაეხმარებიან, თუმცა უკვე ღიად აღიარებენ საკუთარ სიზუსტეს. ჩვენ პუტინისა და ტრამპის წარმოუდგენელი ალიანსის მოწმენი ვართ, რომელიც ევროპის მარგინალიზაციას ახდენს საკუთარ ტერიტორიაზე. შემოძრწუნებელია ამ საკითხში ევროკავშირის სისუსტის ხილვა. ვაღიარებ, რომ სამწუხაროდ ამ ომის დიპლომატიურ მოგვარებას არ დავუთმეთ საკმარისი ყურადღება, ამიტომაც ნდობა ევროკავშირისადმი თითქმის არ არსებობს. ევროკავშირმა დრო დაკარგა და ვერ შეძლო საკუთარი თავი რუსეთ-უკრაინის ომში დიპლომატიურ ძალად წარმოეჩინა, რათა დაემტკიცებინა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელსაც გლობალურ დონეზე, განსაკუთრებით კი ევროპის კონტინენტზე, დავების გადაჭრა შეუძლია. ბრუსელი ცდილობს, მაგრამ ტრამპის ახალ პოლიტიკას ვერაფერს უპირისპირებს, ამიტომ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი ჩვეულ მეცოდს მიმართავს და პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ამერიკელებს აქეზებს. ვერ წარმომიდგენია, როდის დასრულდება ტრამპის ეს კოშმარი. ახალი რეალობის გათვალისწინებით საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ალაპარაკდა. პარალელურად ევროპელი ლიდერების პირველი უშედეგო სამიტის შემდეგ მეორე საგანგებო შეხვედრას უკვე გაფართოებული ფორმატით მართავს. ყოველივე ამის შემდეგ, ნახეთ ახლა თქვენ რა დღეშია ევროპა. ტრამპი, რა თქმა უნდა, არ ჩერდება და სულ უფრო და უფრო შემტევი ხდება იგივე ზელენსკის მისამართით. მოდით დავფიქრდეთ, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები დაითანხმა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასოდეს არ უნდა დაწყებულიყო. ეს არის ომი, რომელსაც ზელენსკი ამერიკის და ტრამპის გარეშე ვერც მოაგვარებდა. ამასთან ზელენსკი აღიარებს, რომ მისთვის ჩვენ მიერ გაგზავნილი ფულის ნახევარი დაიკარგა. ის უარს აცხადებს არჩევნებზე, მას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი და ერთადერთი რამ, რაც კარგად გამოუვიდა ის იყო, რომ ბაიდენი თავის დაკრულზე აცეკვა. ამ უარჩევნებო დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ მისი ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. ამ დროს ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან, რომ ეს ომი დავასრულოთ. ყველა აღიარებს, რომ ეს მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია შეუძლია. ბაიდენს არც უცდია, ზელენსკის კი სავარაუდოდ სურს, რომ მუქთა მჭამელობა განაგრძოს. უკრაინა მიყვარს, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა. მისი ქვეყანა განადგურებულია, მილიონობით ადამიანი უსაფუძვლოდ არის დაღუპული და ასე გრძელდება. ეს რა თქმა უნდა განაჩენი არ არის, მაგრამ განაჩენივით ჟღერს. ამ სიტყვების შემდეგ, რა თქმა უნდა, განაჩენის უნდა დამდგარიყო, ოღონდ არა იურიდიული განაჩენი, არამედ პოლიტიკური განაჩენი და ამ განაჩენმაც არ დააგვიანა. ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსეთისგან ოკეანე გვაშორებს, თუმცა ჩვენს მიერ დახარჯულ ფულს უკან არ გვიბრუნებენ. ამიტომ შევთანხმდით იშვიათ წიაღისეულზე. სკოტ ბესეტმა სახიფათო გზა გაიარა და ჩავიდა კიევში შეთანხმების გაფორმებისთვის. მას უხეშად მოექცნენ, უარი უთხრეს. ზელენსკის კი ეძინა და ვერ შეხვდა. ვფიქრობ, ამ შეთანხმებას გავაცოცხლებ. თუ არა და მას აღარ მოეწონება ის, რაც შემდეგ მოხდება. უკრაინაში დიდი ხანია არჩევნები არ ყოფილა და დროა ჩატარდეს. ზელენსკის გმირის ნიღაბი ჩამოხსნა ილონ მასკმაც მან ექსზე გააზიარა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ვიდრე ფრონტზე ბავშვები იღუპებოდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ვოგის ფოტოსესიაზე პოზირებდა. მასკმა ზელენსკი უკრაინის ციხეში ამერიკელი ჟურნალისტის გონსალო ლირის მოკლაშიც დაადანაშაულა და მისი, როგორც პრეზიდენტის მანდატი ეჭვქვეშ დააყენა. ზელენსკი უკრაინელი ხალხის ნებას ვერ წარმოადგენს, თუ კი პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნების გაუქმებას არ შეწყვეტს. ზელენსკი უკვე გვამია. პოლიტიკური გვამიც და ისედაც გვამია. ცოცხალი კი არის, მაგრამ მაინც გვამია. ზელენსკი დამთავრებულია. ახლა რაც შეეხება თვითონ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ რთული ვითარებაა ძალიან შექმნილი. მე მგონი ტრამპი ისეთ ძალას ეჯახება, რომ თად ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, გაუძლებს ამ ბრძოლას, რა ბრძოლაშიც ის შევიდა. ეს არის ამერიკის სისტემური კრიზისი. 360 წელს გადაცილებული ადამიანი, 200 წელს მიღწეული 800-ზე მეტი ამერიკელი და 4 მილიონზე მეტი 100 წლის მოქალაქე. ეს ამერიკის შეერთებული შტატების სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი ადამიანების შემწეობას დღემდე იღებენ. ეს ყველაფერი საოცარ თავსატეხს გავს, რომელიც ანტიკური ცივილიზაციის საიდუმლოს ფარდას ხდის. იქნებ ბინდი რეალურია და სოციალურ დახმარებას უამრავი ვამპირი იღებს.
სოციალური უზრუნველყოფის შემწეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში 67 მილიონი ადამიანი სარგებლობს. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ ცნობა, რომელსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა მიაგნო, ნამდვილად თაღლითობის ფაქტია. ჩვენ ძალიან კორუმპირებული ქვეყანა გვაქვს, სამწუხაროა ამის თქმა, თუმცა ამას ვაგვარებთ. რანაირადაა შესაძლებელი მონაცემთა ბაზაში ამ რიცხვების არსებობა, ეს უდიდესი თაღლითობაა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დაინტერესების ფონზე სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ამერიკულ მედიაში უწყებია, რომ საერთო ჯამში საუბარია მილიარდობით დოლარზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ცუდია სისტემა და რამდენად არაეფექტური გახდა ფედერალური ბიუროკრატია. ამ ყველაფრის გამოძიებაა საჭირო. აი ეს ვითარება, რაც ახლა დაიხატა და ტრამპის აღიარება, რომ ამერიკა ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა, ეს ძალიან სერიოზული ამბებია. მე ვახსენე სისტემური კრიზისი. ამერიკის შეერთებული შტატების სისტემურ კრიზისშია შესული. შეძლებს თუ არა ტრამპი ამოათრიოს ეს ქვეყანა ამ წუმპიდან, შეძლებს თუ არა გაუსწორდეს ყველა იმ ძალას, ყველა იმ ბოროტ ძალას, ყველა იმ კორუმპირებულ ძალას, ყველა იმ არაჯანსაღ ძალას, რომელიც არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით ებრძვის საკუთარ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს ებრძვის, ეს ცოტა რთული სათქმელია. მე ცოტა მეშინია ამ ამბების, მაგრამ აქ მოდით ცოტა შევისვენოთ და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. ახლა კი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. მე-6 ადგილზე, ბოდიშვიხი მე-5 ადგილზე გასული ვიდეო მასალა აქ თქვენ ნახავთ როგორ მუშაობს ქართული საინფორმაციო საშუალებები. ტელეარხები, რას აწვდიან მას ადგილიდან და როგორ თარგმნის უკვე ის, ვისაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მაყურებელთან. აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შავფორმიანი და ნიღბიანი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ TV პირველის ოპერატორს. ნიკო კოკაია ვივამეთშია გადაყვანილი. ნიკო წაიქცა და მას რამდენიმე ადამიანი დაეცა აქედან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული და ამიტომ ის გადაიყვანა სასწრაფო დახმარება. ესე იგი ადამიანი წაქცეულა, რაღაცაზე დახორა ყოფილა, სასწრაფო დახმარებას დაუყენია, მაგრამ წამყვანმა ეს ყველაფერი მოგვაწოდა ისე, რომ ის პოლიციელებმა ჩაქოლეს, ლამის მოკლეს, გაუსწორდნენ სასტიკად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უბრალო სიცრუე კი არ არის. შიზოფრენიასთან წილნაყარი სიცრუეა. მე-4 ადგილზე გასული ვიდეო. Welcome policja, arsat samartali. Welcome policja, arsat samartali. Kirate, ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ძალიან საყვარელი დედაშვილი კი არის და პატარას ამ ანგელოზივით პატარას როგორც ჩანს მოსწონს ეს მსახიობური გაცხადება ამ ლოზუნგებისა, რომლითაც დედა ყვებავს საჭმელთან ერთად, მაგრამ ისე მე გირჩევდით ქალბატონო, რომ ეს თქვენი ანგელოზი ღმერთმა გაგიზარდოთ, სხვა ლოზუნგით გაზარდოთ, თუ კი მაინც და მაინც პოლიტიკური ლოზუნგით უნდა გაზარდოთ. არ იქნება შავი ფული. არ იქნება აგენტურა. აი, ამითი უნდა გაზარდოთ. მე-3 ადგილზე გასული ვიდეო. უკვე გაფორმდა ტრამპის განცხადებით, გაფორმდა უკვე ანტიქრისტეს ბატონობის ხანის დასაწყისი. მოსკოვში აპირებს ბიჭი ჩასვლას. სანქცირებულ პუტინთან. შეიძლება ასეთ რამე გაკეთდეს, ყოველად დაუშვებელია, ყოველად დაუშვებელია. ასე რომ ჩვენი ბრძოლა ახლა არის არა რეჟიმთან, უბრალოდ ჩაულებრივ რეჟიმთან. არა რუსულ რეჟიმთან, არამედ უკვე ანტიქრისტეს რეჟიმთან არის ბრძოლა.
აი ამ 5 ჯვრიანი დროშის მოხურვა აბაზანის ხალათივით უკვე ფსიქიატრია, მაგრამ ამასთავი დავანებოთ, რასაც ეს კაცი ლაპარაკობს, ეს უკვე მართლაც შორს წასული სცენია, ძიმე სცენი. სხვა დახასიათება აქ შეუძლებელია რომ მივცეთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მეორე ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც ეხება ჟურნალისტისა და რესპონდენტის ურთიერთობას და დამოკიდებულებას. ეს ქართული წესია, რომ იტყვიან აქაური წესია. ოპერაციების მართველი იყავით, აქციების დარბევის ბრძანებებს იღებდით, რატომ აზიანებდით ასე? უკაცრავად. ბატონო ხახა, მითხარით, მიზანი რა გქონდა? გინახავთ ასეთი რამ. ესე იგი ან ის არა აქვს მნიშვნელობა, ან ჟურნალისტი ვინ არის და ან რესპონდენტი ვინ არის. აი რომ გარბის რესპონდენტი, რატომ გარბის ასე თავქუდმოგლეჯირი. გაჩერდი და რაღაცას რომ შეგეკითხება, პასუხი გაეცი. აი ეს ჯობია ამ გაქცევას, მაგრამ აი ეს ქალბატონი რატომ იზრდებს ასე გამწარებული, რას ელოდება ამისთანაც, რომ რაღაცას ისეც ეტყვის, რომელიც მას მისცემს გარანტირებულ ხელფასს, მდგომარეობას, ალბათ კიდე რაღაცას, რასაც არიან შეპირებულნი, მაგრამ მაინც ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჟურნალისტიკა ქვია. და ბოლოს პირველ ადგილზე გასული ვიდეო მასალა, რომელიც მართლაც შეგძრავთ ფსიქიატრიის იმ წილით, რომელსაც თქვენ ახლა დაინახავთ. ჩვენ ზელენსკის სახით გვესაუბრება უაღრესად მნიშვნელოვანი ლიდერი, უკვე მსოფლიოსი. ისრაელში ხალხი იცით ზელენსკის რას ეძახის? დავითის ლომი, დასავლეთის გმირი, დასავლეთის მცველი. ჩავიდა როგორც ახალი ლეონიდე. ხელს კიდევდნენ. უკრაინას ძალიან გაუმართლა, რომ ამ ომში მას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ზელენსკი, ასეთი ვაჟკაცი, ასეთი მეომარი. მთელი მსოფლიო გაოგნებულია ამ პიროვნებით. ეს არის უკრაინის გამართლება. ზელენსკის ასე ვთქვათ მაგალითს რო გავყვე, ნიცითრითი ვარ გაოგნებული უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიძლიერით, რომელიც აი თითქოს აი ზელენსკი გამოხატავს უკრაინას. მისი სული ლაპარაკობს. პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სამყაროს მორალური ლიდერია. და ლიდერები ქმნიან ისტორიას, დღეს ისტორიას ქმნის ლიდერი ზელენსკი, რომელიც ეს არის მსოფლიო გმირი, დღეს არის მოვლენა. სამყაროს აჩუქა კაცობრიობას აი ეს ადამიანი, ხო? გმირი უკრაინელი არის, გმირი პრეზიდენტი. მსოფლიოს ყავს ორი ლიდერი. დღეს არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. ზელენსკი არ არის რაღაც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ხო? ეს არის ის განსაზღვრავს დიდწილად დღეს ჩვენ პარტნიორებში, მთლიანად დასავლეთში პოლიტიკურ, ესე რომ ვთქვათ, ტრენდს. უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა თავმჯდომარემ ვლოდიმერ ზელენსკიმ მოვიწვიოთ და ვთხოვოთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მიმართოს ქართულ ხალხს და აჩვენოს, რას ნიშნავს ლიდერობა. ცხონებულმა ჭაბუ ამირეჯიბმა რა შესანიშნავად ათქმევინა და თავსუთაშხიას, ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით, არ გწყვერიათ, სინდისი არა გაქვთ, ნამუსი არა გაქვთ, საკუთარი თავი არ გეცოდებათ. ამას რომ ამბობთ, ამას რომ მტოვებთ, ისტორიას რომ უტოვებთ ამას, საკუთარი თავი არ გეცოდებათ. თქვენ მართლა უბედურებო თქვენ. ახლა ვნახოთ აი ამათ ხომ ასე წარმოუდგენიათ ზელენსკი, ახლა ვნახოთ სინამდვილეში ვინ არის ზელენსკი. ის 3 წელი ამ ომშია და მას არც კი ქონია შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ამ ომის შესაჩერებლად. რაც საშინელებაა, ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მისი რეიტინგი დაბალია ნამდვილ უკრაინულ გამოკითხვებში. ანუ როგორ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგი, როცა ყველა ქალაქი განადგურებულია. აი აზროვნება, აი ნორმალური კაცი, აი პოლიტიკოსი, აი მოაზროვნე პიროვნება. ყოველ შემთხვევაში ამ ეპიზოდში ასე ჩანს ეს კაცი და აი ეს ნახირი, ვისაც ჩვენ მოусმინეთ. ეს ხომ სამარცხვინო მოვლენაა საქართველოს აი ამ უახლესი ისტორიის დღევანდელობის შავი ლაქა, ნამდვილი შავი ლაქა. აქ დავასრულებ რა თქმა უნდა ფსიქიატრიის რენტგენს, მაგრამ მინდა ექსპერტისგან შეფასება მოვისმინო, თუ მოეწონა, მისი სიცილი მინდა გავიგო, თუ არ მოეწონა, გვითხრას რა არ მოეწონა.
მოეწონა, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. ახლა საქართველოში დაუმორჩილებლობის ახალ ტალღას ამზადებენ. ვინ არიან ისინი და რა უნდათ მათ? ნაგავი ქუჩებში გაფიცული ბანკის მოლარეები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, პროტესტის გამწვავების ახალი ინსტრუქცია მაკ-კეინის ინსტიტუტისგან. რევოლუციის მასტერკლასების ავტორად ლორა თორნტონი სახელდება. გლობალური დემოკრატიის პროგრამების ხელმძღვანელი პროტესტის ავანგარდში მყოფებს ეკონომიკის პარალიზებისკენ მოუწოდებს. Civil G-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თორნტონი იმ რევოლუციებს იხსენებს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა. ეს კი მისი თქმით სახლში დარჩენილების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა. აი ასეთი არის გეგმები. რამდენად უწერია განხორციელება ამ გეგმებს, ნახავთ, მე იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ არაფერი ამის მსგავსი საქართველოში არ მოხდება და ესენი თავიანთ ჩანაფიქრს ბოლომდე ვერ მიიყვანენ, მაგრამ სურვილი ასეთი აქვთ. ახლა ისიც ვნახოთ, თუ როგორი განწყობილებები აქვთ ამ ვაჟბატონებს. ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე კოლონას საქართველოში, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მისამართით. ქართველი მედასწავლეთეები თავისუფალი სამყაროს ლიდერის წინააღმდეგ. ამერიკული Facebook-ის ქართული გვერდი ამერიკის ახალი პრეზიდენტის კრიტიკამ მოიცვა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები სრულ ისტერიაში არიან. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა და დიქტატორად მოიხსენია. ახლა ოპოზიციურად განწყობილ ქართულ საზოგადოებაში ყველა გლობალური პოლიტიკის ექსპერტია. პოლიტიკოსიც, აქტივისტიც, NGO სექტორის წარმომადგენელიც, მწერალიც და მუსიკოსიც კი. მეგობრებო, ტრამპი არის ცუდი სიზმარი. შენი პუტინის ჩმორი და უსამართლო დედა. ქართული ტრამპისტებისგან ვისმენდი, კამალა სულედია. ნაი ახლა ხომ ყავთ ჭკვიანი. კამალა რომ სულედი ყოფილა და ეს დოღრიალა პოპულისტი ჭკვიანი. კონსპირაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპი კაკებეს აგენტია, რუსებს ნაყიდი ყავთ, კომპრომიტირებულია, საინტერესოა და გამორიცხულიც არაფერია. ვიცოდი რაც იყო ტრამპი, როცა პირველად გამოჩნდა არჩევნებში სიცილით მოუკვდი ამას სერიოზულად ვინ შეხედავს მეთქი. პანდემიის დროს გამოჩნდა რომ უბრალოდ უვიცი და ხეპრეა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამერიკა არ არის ხიხოსტანი და ამ ასაფეთქებლად გამზადებულ შამპანიურებს გაუკეთებენ აქ ხიხოს და იქ კოცის უჟღალეს მიმინოს. აი ასეთია ამ ადამიანების ზნეობრივი სახე. აი ასეთი შვა ისინი დედებმა. აი ასეთი მოევლინენ ისინი სამყაროს. ეს არის დაცემა. ეს არის როგორც იტყვიან ფსკერი. ამის ქვემოთ დაშვება შეუძლებელია, მაგრამ ეს ადამიანები აწერენ ამას ყველაფერს ხელს მათ და სამწუხაროდ. ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან ისინი, ვინც ჩვენს შვილებს მეორე ფრონტისთვის და ტყვიისთვის იმეტებდნენ. ამასაც ეტყვის მათ მართველი პარტიის წარმომადგენელი. თქვენ რომ ჩვენ შვილებს თელ საქართველოს მაქვს საუბარი ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით და ჩვენ რომ ეს არ გავაკეთეთ და ამ კამპანიაში იღებდით როგორც რიგითი აქტორები მონაწილეობას, აქ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. ასეთი გახლავთ ეს შეფასება, აბსოლუტურად სწორი შეფასება და ბატონ მდინარაძეს ბარემ ისიც ვთხოვოთ, გვითხრას თუ როგორია მათი გზა და რა გეგმები აქვთ. ამ ქვეყანამ გამორიცხა თვით ლიკვიდაციის გზით deep state-ის მსახურება. ამ ქვეყანამ გამორიცხა ეს. ამ ქვეყანამ უარი თქვა ბოროტების სამსახურში დგომაზე და ხელი აიღო ამისგან. აი ეს არის დასკვნა, რომელიც ჩვენ ქართული ოცნებისგან მოვისმინეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასე იქნება. თუმცა ცოტაოდენი სათქმელი ისევ დამრჩა, რომელსაც მინაწერში გეტყვით. და მაინც რა არის ის ყველაფერი, რამაც ვთქვათ უკრაინა ამ გზაზე დააყენა. ვთქვით ეს, რომ ნატოსკენ სწრაფვა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, რუსეთისთვის თავიანთი ტერიტორიიდან დასავლური და ნატოს რაკეტების დამიზნება იყო საფუძველი იმისა, რაც უკრაინაში მოხდა. ჩვენთან როგორ არის საქმე ამ მიმართულებით?
ჩვენთან სხვანაირი დამოკიდებულებები გქონდა ისტორიულად საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. არა, ჩვენც იგივე გზა გამოვიარეთ. აი მაგალითად, რას ამბობდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნატოსთან დაკავშირებით. მე ვარ პრინციპული მომხრე, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ამერიკასთან ჩვენ გქონდეს პირდაპირ ურთიერთობა როგორც ისრაელისა აქვს და რა თქმა უნდა საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი. ეს ამ კაცის და არა მარტო ამ კაცის, არამედ მთელი იმ მოძრაობის სახელით, რომელსაც ეროვნული მოძრაობა ეწოდებოდა, ჩვენ მილიონჯერ გვაქვს მოსმენილი დასავლეთი ნატო, ეს იყო ამათი ალთქმული მიწა, იქით ისწრაფოდნენ ესენი და იმ დავალებების შემსრულებლები იყვნენ, რაც დასავლეთიდან მოდიოდა, ოღონდ ებრძოლათ საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის წინააღმდეგ. ეს კაცი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელია, ბატონი ირაკლი წერეთელი იცანით, რა თქმა უნდა. ახლა იმის შემდეგ მოსული ხელისუფლებები, მაგალითად, ბატონი ედუარდ შევარდნაძე. ზოგიერთისთვის ბევრს ნიშნავს იმის განცხადება, რომ აი საქართველოს ვიღაცას უღალატა და აიღო დასავლეთის კურსი, აი ნატოსკენ იყურება, ევროკავშირისკენ იყურება, ევრობანკისკენ იყურება, ამერიკისკენ იყურება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ვიყურებდი. რა თქმა უნდა იყურებოდა და რა თქმა უნდა სამწუხაროდ ამის აქეთაც წამოვიდა ეს ტენდენციები. ამათ ერთმანეთი არ უყვარდათ. ყოველ მომდევნოს, ყოველი წინაპარი ძულდა ჭირის დღესავით, მაგრამ ეს იყო პიროვნული სიძულვილი, თორემ ისე მიმართულება დასავლური, ნატოს მიმართულება, ევროკავშირის მიმართულება და ასე შემდეგ, ეს ყველასთვის საერთო იყო. აი მაგალითად სააკაშვილის ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყანა ნატოს ერთგული რჩება. ეს მარტო ჩემი აზრი არაა და ყველა გამოგითხრა ამას მიუდიდებს. აი ასეთი იყო ეს დამოკიდებულება სააკაშვილისა, ანუ არაფერი არ შეცვლილა და სააკაშვილსაც, შევარდნაძესაც, იმის წინამორბედებსაც ყველას ატყუებდნენ, დასავლეთი ატყუებდა ყველას, ნატო ატყუებდა ყველას. იქ ზოგს რასმუსენი ერქვა, ზოგს იაპ დე ჰოპს კაპერი ერქვა, ზოგს სხვადასხვა სახელები ერქვათ, აღარ ჩამოვთვლი ახლა ყველას. მაგრამ ყველანი ერთნაირად იტყუებოდნენ, აი ასე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ის რაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა 2008 წელს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მოხარული ვარ იმ პროგრესით, რომელსაც უკვე მიაღწიეთ. ეს რასმუსენი გახლავთ, მან გაიხსენა ბუქარესტის სამიტი, სადაც ჩვენ პირობა მოგვცეს, რომ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი და ასე შემდეგ. სხვათა შორის უკრაინას და ჩვენ ერთად მოგვცეს ეს პირობა, მაგრამ ახლა ვნახოთ, აი ახლა უკვე ამ ახალ დროში რა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სწორედ ამ ბუქარესტის სამიტთან дакავშირებით. Членство Украины в НАТО, я даже сейчас об этом говорил, но вот еще раз, для нас неприемлемо. Это создает серьезные угрозы нашей безопасности и приведет к катастрофическим последствиям для всей Европы. При этом стоит отметить, что отказа сейчас принимать Киев в НАТО недостаточно. Альянс должен дезавуировать свои бухарестские обещания 2008 года, в соответствии с которыми Украине гарантировалось вступление. Тих, ახლა რომ უარს იტყვის უკრაინა ნატოს წევრობაზე, ეს არ არის საკმარისიო. აი ის პირობა, რომელიც გაქვთ მიცემული უკრაინისთვის ბუქარესტის სამიტზე, რომ ის გახდება ოდესმე ნატოს წევრი, აი იმისი დეზავუირება უნდა მოხდესო. სხვათა შორის, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს არის იქ ჩაწერილი, საქართველოსვისაც აქვს ეგ პირობა მიცემული და ამისი დეზავუირებაც უნდა მოხდეს, მაგრამ როგორია საქართველოს მთავრობის განწყობილება? განწყობილებას თავი დავანებოთ, როგორია ოფიციალური პოზიცია მათ? არც ერთ წინამორბედ მთავრობას რომ არ გაუბედია და რომ არ გაუკეთებია, ისეთი რამე აქვს ამათ გაკეთებული ქართულ ოცნებას. მათ კონსტიტუციაში შეიტანეს ეს ჩანაწერი, რომ ჩვენი მომავალი არის ნატო და ევროკავშირი. ეს აბსოლუტურად მე კონსტიტუციონალისტი არა ვარ, მაგრამ კონსტიტუციის ფილოსოფია, კონსტიტუციის სოციოლოგია მესმის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციას არ შეესაბამება. საერთოდ
ამ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. თავარი ის არის, რომ ამ ჩანაწერით ჩვენ რა გვემუქრებოდა, რას ავსდით და რას გადავრჩით, თუ კი ასწენილები და გადარჩენილები ვართ. ჩვენ როგორც უკრაინას წაუყენეს და წაუყენებენ კიდევ ბევრ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ჩვენც ბევრ მოთხოვნას აგვეყენებენ. აი მაგალითად, ერთ-ერთი როგორი კითხვა-პასუხი შედგა რუსეთის დუმაში. ერთ-ერთმა დეპუტატმა კაზბეკ ტაისაევი გახლავთ ეს კაცი დაუსვა შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ლავროვს. Уважаемый Сергей Викторович, платформа 3+3 подразумевает сотрудничество России, Турции, Ирана, Азербайджана, Армении и Грузии в целях обеспечения мира и стабильности на Южном Кавказе. На нашей прошлой встрече вы подчеркнули перспективность данного формата, изменения во внешнеполитическом курсе Грузии, которые происходят благодаря позиции нынешних грузинских властей, политических партий, таких как «Солидарность во имя мира», Коммунистическая партия Грузии, дает основание надеяться, что в будущем формат 3+3 заработает полноценно с участием Грузии. Уважаемый Сергей Викторович, на парламентском уровне у нас налажены хорошие контакты со всеми государственными участниками платформы. Как вы оцениваете идею создания межпарламентской комиссии в рамках формата 3+3 для создания дополнительных механизмов сотрудничества по линии парламентской дипломатии? Спасибо. Აი ასეთი გახლავთ შეკითხვა კაზბეკ ტაისაევის მიერ რუსეთის დუმაში დასმული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, სადაც პასუხიც ისმის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უფრო სრულყოფილ პასუხს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმენთ. Я с вами полностью согласен с точки зрения перспектив развития 3+3. Действительно, инициатива, кстати, была совместно выдвинута президентами Азербайджана и Турции и поддержана президентом Путиным. И в 2021 году это было. С тех пор состоялось 3 встречи в формате 3+3, в том числе 2 на министерском уровне, последние в октябре прошлого года в Турции. И с самого начала все согласились, что у нас именно формат 3+3, и что мы понимаем сомнения и нюансы позиции Грузии, но кресло для грузинских представителей всегда будет находиться в зале заседания этого формата. И это было подтверждено на последней встрече министров. დიახ, აი ამ ფორმატში 3+3, რომელიც გულისხმობს რუსეთი, თურქეთი, ირანის და აგრეთვე ჩვენს დათათბირებას, ამიერკავკასიის რესპუბლიკები, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენი სავარძელი ყოველთვის არის. თუმცა ამ სავარძელს არავინ არ იყენებს. ამიტომ აი ეს ძველი მიდგომები, ძველი შაბლონები და სტერეოტიპები როგორმე უნდა დავზრიოთ და ახლა ახლებურად უნდა შევხედოთ მოვლენებს. ამიტომ მე მინდა საქართველოს მართლ პარტიას და მთავრობას ვთხოვო შემდეგი. კონსტიტუციიდან ამოსაღებია ის უგვანი ჩანაწერი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ამის ძალა არ შეგწევთ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გაგაჩნიათ, ამიტომ სიტყვიერი განცხადება მაინც გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ემიჯნებით ამ ჩანაწერს. რომ უარს ამბობთ ამ, როგორც ვამბობ ხოლმე, წყეულ ნატოზე. ეს განცხადება უნდა გააკეთოთ. გარდა ამისა, უნდა ჩაერთოთ იმ ფორმატში, რომლის შესახებაც ახლა იყოს საუბარი 3+3 და უნდა დაიწყოთ მუშაობა იქ, სადაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები მუშაობენ და სამომავლო გეგმებს ახავენ. უნდა იმუშაოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით. ეს აუცილებელია. უამისოდ არაფერი არ გამოვა. შეიცვალა უკვე ვითარება მთლიანად და ჩვენ რუსეთთან უნდა გქონდეს სალაპარაკო, სასაუბრო პლატფორმა. ეს უპირველეს ყოვლისა არის დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით გასაკეთებელი აღსადგენია და ამ მიმართულებით უნდა გადადგათ რევოლუციური ნაბიჯები. უნდა იმუშაოთ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის მიმართულებით. ესეც აუცილებლად გასაკეთებელია. ამას ჩვენ არ გვანებებდა დასავლეთი, იმიტომ რომ არ დავკავშირებოდით რუსეთს, არ გქონოდა მასთან საერთო ენა, არ გქონოდა მისასვლელი, არ გქონოდა სასაუბრო და ასე შემდეგ. ესეც ბარდება ისტორიას და ამიტომ თქვენ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი. ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ ახლა მიეკედლებით ტრამპს, ჩამოეკიდებით ტრამპს, მის მიმართულებებს და ისევ აღმოჩნდებით დასავლეთში.
და ისევ როგორც აქამდე ქონდა დავიწყებული, დაივიწყებთ იმას, რომ არსებობს რუსეთის ფაქტორი, რომ არსებობს რუსეთის ინტერესები და ასე ვთქვათ, იოლად გახვალთ ფონს. არ იქნება ასე. ამიტომ აქამდე არაფერს არ მიჯერებდით, მაგრამ ახლა მაინც დამიჯერეთ, ამას უკვე მარტო მე კი არა, ფაქტები და რეალობა და დღევანდელობა გელაპარაკებათ. აი ეს იყო ჩემი სათქმელი დღეს მაყურებლებისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ახლა ამით დავამთავრებ გადაცემას, მაგრამ დარჩა ის რიტუალი, რომელიც აუცილებელია. ამას მე ტყუილ უბრალოდ არ ვაკეთებ ხოლმე. დიახ, კარებისკენ გავიხედავ, შემოვა თუ არა ვინმე და მეტყვის თუ არა რომ სპეციალური გამოშვება დღეის ამას იქით აკრძალული. საბედნიეროდ დღესაც არის მის ეს კაკუნი, არც არავინ შემოდის ამ კარებიდან და არ ამბობს იმ სიტყვებს, რომელიც მე წაღამ თქვი. ამიტომ ჯერჯერობით დამშვიდებული გემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასხევს დათქმულ დროს ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.